რეგზე ვართ ხო? ჩვენი ხარდამჭერია სოკარი, უყურებთ ჯაფარას პოდკასტს. ჩვენი სტუმარია ჰიტა. გამარჯობა. 160 IQ-თი. მადლობა რომ მომიწვია. პირიქით მადლობა რომ მოხვედი, ხშირად და პოდკასტი გაკეთე, ხშირად გითხო ხოლმე ჰიტა მოიწვიეო და ესე შენი ნამდვილი სახელდაგვარი კი არის, თავიცი აღავიცე. ესე ამბობ ხოლმე მაგას თუ ჰიტათი ძირითადად სულ ჰიტას მეძახიან. ბოლო პერიოდში დედა ჩემს ჰიტას. რატო დაიწყე ეს და ნახევად ხუმრობით არის ხვდები, მაგრამ ეს როდის მოგივიდა იგივე რომ დაგეწყო რომ ჰიტა 160 IQ მოქვს, ესე რომ იწყებ ხოლმე შენ ვიდეოებს. ხო, მე როცა ვიწყებდი მაშინ ყველაზე დიდი ტრენდი იუთუბერობის, ასე ვთქვათ, იყო OG იუთუბერობა. OG არის ესეთი მიმდინარეობა, ასე ვთქვათ, რომელთაც საერთოდ იუთუბერობა შეიქმნა რა. თავიდან YouTube-ს სხვა იდეა ჰქონდა, რატო შეიქმნა. და სადღაც 2008-2009 წლებში გაჩნდა ესეთი რამე, რომ ტიპები ვინც კომპიუტერთან არიან და ეს face-cam-ი აქვთ, რაღაცებს თამაშობენ დიდი ალბათობით. Gameplay-ებს დებდნენ რა თავიდან. შემდეგ მიხვდნენ რომ gameplay-ის გარდა ისე ვიდეოსაც თუ გადაიღებ, ესე შენი setup-იდან, ხო, შეიძლება უფრო ნახვადიც იყოს და ეგრე ხდებოდა ხოლმე. და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ესეთი სტილის იუთუბერობა, რომ ესე შენს კომპიუტერთან ზიხარ, სულ და რაღაცა random თემებზე იღებ ვიდეოებს რა. ეს შეიძლება იყოს შენს კომუნიკაცითან ერთად რაღაცა აქტივობა, ან რაღაცა შენთვის საინტერესო სფერო, ან რამე მსგავსი და ესეთი სტილის იუთუბერობის შემადგენელი ნაწილი იყო ერთი და იგივე ფრაზით დაწყება. ხო. და მეც როგორც მაგ სტილის მიმდევარი იმ კუთხით რომ ყველაზე კომფორტულია ჩემი ტიპაჟის ადამიანისთვის ალბათ. მინდოდა რაღაცა ეგეთი ფრაზა რა. და ეგრე თავიდანვე მოვიფიქრე. სანამ პირველ ვიდეოს დავდევდი და იმის შემდეგ არის. ეს მიკროფონი ხოლმე მიუწია ცოტა. მე ოდნავ შენსკენ, სულ ეგრე იყო. რეალურად გაზომილი გაქვს IQ? რაღაცა რამდენჯერაც მიცდია, რაღაცნაირი ტესტებია და რამდენად სანდო არ ვიცი და. კი მაქვს. სანამ მაგას ვიტყოდი პირველ ვიდეოში და YouTube-ს გავაკეთებდი, თუ რამე საშუალება არსებობდა ინტერნეტში, ყველაფერს ვაკეთებდი. თავიდან ფასიანებსაც, უფასოებსაც, შემდეგ ძვირიანებსაც, მე რაღაც საზოგადოებებია კიდე რომელსაც თავთავისი ავტორიტეტები გააჩნია მაგ კუთხით და რაღაც სერტიფიკატები და რაღაცეები და მაგ პერიოდში ძალიან ისე ვიყავი მაგ ამბებში. მინდოდა რომ დიფესვიანად მესწავლა იქ ყველაფერი რა. მე ამ ვიდეოების განვითარებასთან ერთად ცოტა ისეთი მარკეტინგული ხაზი უფრო შეიძინა და 50,000 გამომწერ სპეშალზე ჩემმა გამომწერებმა მაიძულეს ვიდეოშიც გამეკეთებინა IQ ტესტები. და რომელი ტესტიც გავაკეთე, იმ ტესტმა დამწერა ბოლოს რომ 140-ზე მეტი IQ გაქვსო და ეს ჩვენი ტესტი მეც ვერ ზომავსო. და სხვათა შორის მაგ დღეს ლინკი დავდე ვიდეოს აღწერაში. და მეთქი ალბათ ჩემმა გამომწერებმა თქვენც გაიზომეთ და თქვენც დაწერეთ კომენტარებში ალბათ რამდენს დაგიწერთ თქო და მაგ დღეს 10,000-ზე მეტი მაგაცმა გააკეთა მაგ ლინკიდან მაგ ტესტი. და საერთო ის რა დაждდა ხო არის შენ მაყურებლებს IQ? საერთოდ ძალიან მაღალი დაждდა. სადაც 120 პლუსი დაждდა ალბათ. მაგრამ არ ვიცი, ხო შეიძლება ვიღაცებმა წაუმატეს. გადაიწერეს ერთმანეთზე. რამდენად საზღვაოს ეგ ადამიანი, რამდენად ჭკვიანია სინამდვილეში IQ? საერთოდ არ საზღვაოს. და საერთოდ უბრალოდ საერთოდ არ საზღვაოს თუდინა თქვამია, მაგრამ როგორ არის, რაღაცეებში ალბათ კარგია და რაღაცეებში ძალიან ცუდია. და რა სფეროში როგორ გამოგადგება ვერ მიხვდები რა ესე წინასწარ. ხო, რაში გამოიყენო იდეაში? ესე ზოგადად რა თქვა, ვისაც მაღალი IQ აქვს, უფრო ჭკვიანია, ეგრე მაგას არ ვეთანხმები. უფრო ემოციური ინტელექტზე შეიძლება უფრო დავეთანხმო, ვიდრე IQ-ზე. ხო. ემოციური ინტელექტზე რა მხრივ ანუ ემოციური ინტელექტი ეს ხო ემოციური ინტელექტი არ საზღვრავს, არ ზომავს. EQ არის როგორც ემოციური ინტელექტი და ეს EQ ვიდრე IQ, ანუ EQ ვისაც უფრო მაღალი აქვს, ეგ შეიძლება ბევრად უფრო ჩაითვალოს ზოგადად ესე უხეშად ჭკვიანად ვიდრე IQ-ს მიხედვით რა. იმიტომ რომ პრაქტიკაში ბევრად გეხმარება და პრაქტიკაში რაც უფრო წარმატებული ხარ, ალბათ
ან შესფეროში ჭკვიანობასაც მაგაც ვეძახით რა. ხო, ემოციური ინტელექტზე ეს ალბათ მაყურებელი შეამჩნევდა პირველად ხარ ადამიანებსაც ორი ჭიქით არის და ერთი წყალია, მეორეში ყავა ითხოვ, მაგრამ ყავა არ ქონდა და ჩაის მაქსიმალურად ძლიერი ჩაი ეს ხანდახან მოძრობა რომელიმე. ხო, ემოციური ინტელექტი ხან მგონია რომ ვიცი რა არის, მე ვფიქრობ რომ იდეაში ინტელექტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ნუ ყველაზე ალბათ სწორი განსაზღვრება არის საკუთარი ემოციების წაკითხვა და მართვა რომ შეგიძლია კარგად ამოცნობა ემოციებშიც იგივე ეს ხო. ხო, რა სკანერებს მსგავსად. ხო. რაღაცა ის იდეალურად რა ახსნას რა. IQ რომ მოიმატო ეს შესაძლებელია რაღაცა 5 წელი გავიდეს და უფრო მეტი IQ კონდეს? როგორც მე ვიცი არა. და რამდენი ტესტიც არ უნდა გააკეთო, სულ ერთ რეინჯში ხარ მაინც და დიდი განსხვავება არ არის, სადღაც შეიძლება 5 იყოს განსხვავება. რაცა უნდა წიგნები იკითხო და ხო, მგონია რომ ის ცოტა ფილოსოფიური ამბავია, რამდენი პროცენტია აღზრდის და რამდენი გენეტიკის ალბათ, მაგრამ რაღაცა ორივეს ნაზავია ალბათ, მაგრამ უფრო შეიძლება გენეტიკური იყოს დიდი წილით რა 70-80% ან კიდევ უფრო მეტით. ხო, მოკლედ რაღაცა ტვინის კონკრეტული თვისება არის რა, რომელიც შეიძლება გენეტიკურად დაყვეს ან რაღაც აღზრდაში მოხდა რაღაც, რომელიც განგივითარდა. ხო, ანუ ეგეთ ადამიანები, ვისაც დიდი IQ აქვს, ასე უხეშად რო ვთქვათ, რაღაცეებში არიან ძალიან მაგრები და რაღაცა ელემენტარულ რაღაცებში შეიძლება ძალიან ცუდები იყვნენ. აი ყველაზე ალბათ კლასიკურად კარგი მაგალითია წვიმის კაცში როგორც არის რა. რო აი რაღაც კაზინოში შედის ტიპი და გენიოსია და რაღაცებს ისეც ითვლის, რასაც სხვა ვერავინ ვერ დაითვლის, მაგრამ იმაზე შეიძლება ვერ გიპასუხოს, მანქანა უფრო ძველი ღირს თუ მობილური. ან რაღაც სახლი თუ რაღაც ხო, ის ბურგერი. კაი, სანამ გავაგრძელებ გამახსენდა შენც ყავს ბრიტანული მოკლebecვა კატა. ხო. მეც ყავს ოჯახში კი. არა მაგარია. შენი არის გოგო ხო? ხო. რამდენი წლის არის? 3-ის. რაღაცა ჩვენი არის 1 წლის გახდა რა, ცოტა ხნის წინ და ჯერ კიდე იზრდება, კიდე შეეცვლება ხასიათი. თუ ბიჭები და გოგოები განსხვავდებიან რა. შენი გამოსtildeება როგორია? ხო. თან კატასთან ურთიერთობის ბევრი გამოცდილებაც არ მაქვს ბავშვობაში, სულ რაღაც ეზოში საკუთარ სახლში ცხოვრობდით და სულ პიტბულები ყავდა. და კატა მეგონა რომ არის ის კატა, რასაც რაღაც ქუჩაში ვხედავთ რა, არ მეგონა თუ სხვანაირი კატებიც არსებობენ. ესე ვიზუალზე კი ვიცოდი, მაგრამ ხასიათით თუ ამ ხელა განსხვავება შეიძლება იყოს, არ მეგონა და რაც შემი კატა მყავს, ერთ ადამიანმა მითხრა თავიდან, როცა მოვიყვანე პირველად, რომ თუ დააკვირდები, ბევრ რაღაცას ისწავლიო და მეთქი რა უნდა ვისწავლო კატისგან. მაგრამ ნელ-ნელა ხვდები რომ მართალია მართლა. ანუ ისეთი ხასიათები აქვს. ისე მეტყველებს, ანუ აქ რაღაცა როცა დავაკვირდი 30-მდე ხნის გამოცემა შეუძლია, თან თურმე კატები იმიტომ კნავიან რომ ადამიანებთან კონდეთ კომუნიკაცია თორე ერთმანეთში კომუნიკაციის დროს არ კნავილს არ იყენებენ და ანუ იმდენად მაგალითად როცა შია სულ ერთი და იგივე ხმას გამოსცემს. ან როცა რაღაცა სხვა რაღაცა უნდა კარი თუ აშაკეტილი და ვერ შედის სადმე მაღაზე კიდე თავის ხმას გამოსცემს და თითქოს დროთა განმავლობაში ხვდები რაც უნდა რა. საჭმელს ესე გამოზომილად აძლევ. თავიდან მითხრეს რომ აი ცოტა დაუყარე რომ ბევრი არ ჭამოსო. თორე გასუქდება, მაგრამ არ ჭირდება ეგ რა. ხო, ჩვენ მეგონა ვთქვა რომ სულ ეყაროსო და თვითონ ხო, სულ უყრია და რამდენსაც უნდა ჭამოს და ის იდეალურად თვითონ ანაწილებს. ხო, ხო, მაგარი მეც ჩემცოს უნდა და ძალიან ხმეც არ ყოლია სახშინაური ცხოველი და არ მინდოდა რა და სულ რაღაც თავს ვიკავებდი, მაგრამ ეს ძალიან კომფორტული, ძალიან სუფთა ტიპია. ძალიან დაბანა არასოდეს საჭირდება, სულ იდეალურად სუფთა, იდეალური სუნი აქვს. კი. და როგორ ახერხებენ სიგიჟია. და აი ყველაზე დიდი კომფორტი რაც არის ალბათ სახლში რო არის ვერ შეამჩნევ რა. ანუ სულ მისი ღირსების ნაწილია ისე იაროსო ხმა არ გამოსცეს, მაგალითად რო გადმოხტება რაღაციდან, მაგასაც შუმად აკეთებს. არასოდეს არ მოვა და რაღაც მოფერებას არ გთხოვს და არ
არ გაწუხებს რა მოკლედ. ვა, ჩვენი არ არის. ხო და მე მაქვს წაკითხული რომ გოგოები და ბიჭები ესე განსხვავდებიან ხასიათით რა, ეს მოდის. აი რაღაც რამდენჯერმე დღეში მოვა რომ ან მეთამაში ან მომეფერო. ნუ ჩემ ცოლთან მიდის მომეფერო და ჩემთან მოდის რომ მეთამაშეო რა, თამაში არის რომ ხელს ვაძლევ და მკვენს მთელი ძალით. ეგ არის თამაში. ეგ ჩემთან. ანუ მკვენს როგორც კლანჭებს არ მადებს ესე თათებს შემოუხრს და ოდენო მკვენს. ხო, იქ კვილას მაგადებს, მაგრამ არ გატკის რა. ეგ მაგას ძალიან იშვიათად აკეთებს. ალბათ კვირაში ერთხელ. მაქსიმუმ. ის არა ყომა გაგიჟების საათები? ენერგიას ვხარჯავს კი დარბის. კი ძალიან მაგარია. ძალიან ისეთია რა. რაღაც ძალიან ღირსეული ტიპია. კი. კი, მაგრამ ერთობი ხომ თავის ტუალეტს რო ალაგებს. ეს არის სასწაული. ტუალეტით ვარ დაუსუფთავი სწრაფად კიდე მაგალითად 2 დღე თუ გავიდა რომ არ დაუსუფთავე, მაგაზეც გთხოვს რომ დაუსუფთავო. და კიდე არაფერი არ გაუფუჭები არასდროს აგრესია არ გამოუხატავს. ან მწერის მიმართ ან რაღაც აივანზე ერთხელ რაღაც ჩიტი შემოფრინდა და იქ გამჭვირვალე ჯებირია თუ რაღაც და ვერ გადიოდა და მივიდა და ესე ახლოდან აივანზე უშვებდა. კი, ხან უბრალოდ მითხრეს რომ არ გაუშვავ შეიძლება ფრინველის გამო შეიძლება ორიენტაციის გამო გადავარდეს ან რაღაც, მაგრამ ესე ფრთხილად რო აგვირდები, კარგად იქცევა. ხო, არა, ჩვენ არ უშვებთ. მეც მე მგონი უნდა არ გაუშვა, მაგრამ ის არ მაგჭირა. ბადი თუ რაღაც რო არ გავიდეს, ხო? ხო, ეტყობა არის სხვაობა, იმიტომ რომ ეს მწერებს დაძდევს. აი, თუ რაღაც დაინახა, რაღაც ის ძაღლი რო გამოვარდება ხოლმე, რაღაცა რო შემოეზოში და გაგიჟდება, ეს დარბის და თუ ახლოს არის, თათით იჭერს რა. აი, ბევრჯერ მინახია რომ ეს დაუდია და მე ესე უყურებს. ხო, ეს წერს, ანუ არ კლავს. ეგ უცნაური ცოტა რომ ის თაც ადებს და ისე რაღაცნაირად იმაშვება რომ, მაგრამ არ კლავს რა არც ერთ წერს. ხო, და ხო ეს ტუალეტზე ვამბობდი, ხო ესეთი დახურული ყუთი არის, ესეთი მიდგას შენც? ხო, არის ხომ ღია და ნუ ჩვენ დახურული ვიყიდეთ თავს, შეასრულე კარები რო. ხო, მეც ეგეთი მაქვს. და რო შედის ხოლმე ეს მე ქვიშას რო აყრის, აი შეგვიმჩნევია რომ კედელზეც თუ მოხვდა ქვიშა, ესე თათით ჩამოყრის ხოლმე ამ კედლებიდანაც ჩამოასუფთავებს რა და მე თქვა დღეში ერთხელ ჩემი ცოლი რო უწმინდავს, დგას იქა ტუალეტთან უყურებს ამ პროცესს და როგორ წელს მე შედის შიგნით და კიდე რაღაც 1-2 წუთი არის ხოლმე მიალაგებს თავის შუაზე და ამოწმებს რა სიტუაცია როგორ და არასოდეს არ მოუსახმევია სხვაგან. ერთხელაც კი. ანუ არც არაფერი არ გაუფუჭები, არც დაუბინძურები არაფერი და რავი, მართლა იდეალურად იქცევა. კი, მაგარი კომფორტული. თან როგორიც ის ეგრე გენეტიკურად ეგ მიგვირს. ხო, უცნაური, იმიტომ რომ ჩვენც 2 თვის იყო რომ ძალიან პატარა იყო. და ეგრევე იცოდა ტუალეტი რა, რომ დავუდგით, იმის მერე სხვაგან არ უქნე, არც უფიქრია. ერთხელ საიდან მოყვებათ ეგ უნარი, რასაც უცნაურია, რომ მე თან აი თუ არ დაფარა, მე რასაც მოისაქმებს, აი არ გამოვა იქიდან შანსი არ არის რა, თუ კარგად არ მიაყარა და მიაღარა. ხმების მის იქ როგორ ალაგებს? კი. მოსაქმების შემდეგ რამდენიმე წუთი ალაგებს. ხო. ზაზაცილო ის არის ხოლმე. რაღაცას რო უყურებს სახში ამუშავებ და უცებ ეს რო გესმის, დალაგების ხმები თავის იმას რო ალაგებს რა. ერთხელ თავიდან მოვიყვანე. ეს თავისი ტუალეტი არის ტუალეტში. ხო და კარი ესე სახელური თუ ჩაგეტილია, მე ვერ შედის რა. ამიტომ ესე ოდნავ მიხურულია და მე აგებს და შედის. და თავიდან რაღაც ვიდეოს ვიღებდი 1-2 საათი Q&A იყო და დიდხანს შევყევი და ეს კარი მქონდა ჩაგეტილი და მოდის ეს ფეხზე მაწუხებს. და მე მეთქი მაცადე ვიდეოს ვიღებ და ანუ ვერ წარმოვიდგინე რომ კარი არის თურმე ჩაგეტილი და შესვლას მე მხოლოდ რომ გავუღო და ძალიან გავიდა 1 საათი ნახევარი რა სამ ვიდეოს გადაღებას მორჩი და როგორც აი რო ადგები ესე და საძინავლის შესასვლელში ეს კარში პირდაპირ შუაში მოისაქმა ისე რომ აი დემონსტრაციულად და თან იჯდა და მიყურებდა როდის მივიდოდი იმ ადგილზე ეს გიდოდაო ხო ესე ხო და იმის შემდეგ არასოდეს დამიწყებია კარი ჩაკეტვა თუ ხია დატოვება ანუ აქეთ გზრდის ისიც რა გასწავლის რაღაცებს როგორ გააკეთა ხო მართლა აი ის გაკვეთილი ჩამიტარა ეს გირჩი ეს რო ბრიტანული გეყიდა თუ რაღაცა ვიზუალით შეარჩიე თუ არ მიყიდია საერთოდ იმიტომ რომ ხო ნუ ყოლოდა ხო როგორ მოხდა იცი რომ ჩემი მეგობრის ოჯახში ყავდათ და აჩუქეს იმათ და როგორც აღმოჩნდა რომ ალერგია ჰქონდათ და ვეღარ იტოვებდნენ და მე რადგან მარტო ცხოვრობდი მეთქი რავი გადმოვიყვანე არც მინდოდა მანამდე საერთოდ
ცხოველი რომ ყოლოდა. უბრალოდ შევიფარი და მე როგორც აღმოჩნდა ძალიან ძვირფასი და გენიოსი რაღაცა შევიფარე. ო, შენ კომპიუტერთანაც უშვებ ხოლმე იქ ვიდეოში დადის მაგიდას და მე არ უშვებ ხოლმე. იქ იცის უკვე ეგეც დაამოღალმა რომ ადგილებში არ მიეკაროს სადამ ოთახში ვარ თორე მე გიადის ხოლმე. ხო, სამზარეულოში არ ადის და იქ ჩემს სეტაპზე ადის. თან კომპიუტერი რო დგას, როგორც აღმოჩნდა ეს კომპიუტერი არის ყველაზე მაღალი წერტილი, სადაც აძრომა შეუძლია. ხო, ეგ უყვართ. მაგას აუცილებლად თუ სადმე მაღალია საძრომია, იქ აუცილებლად იქავა და იქიდან იხედება და იქ ძინავს. და თან ის კომპიუტერი იდეალურია, რადგან ზევნა კულერები აქვს და ეს თბილი ჰაერი რო ამოდის, ესე თან მაგითიც кайფობს. ხო. კიდე რას დავაკვირდი, იცი რომ თვითონ ხო თავისი ტომის წეროთაღი იქოს რა ოჯახის წევრებს. ხო და რაღაც მომენტში დავფიქრდი რომ ალბათ თვითონაც ფიქრობს რომ ჩვენნაირია. ანუ თვითონ კი არ ფიქრობს რომ კატაა და ჩვენ და თვითონაც ფიქრობს რომ ადამიანი როგორც ხედავს, ხა იმას ხოლმე სარკეში რომ იყურებოდეს რა და სულ ცდილობს ხოლმე გაიმეოროს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აი სადღაც რომ მივალთ, მოდის იქა და დგას და გიყურებს რომ რას აკეთებ რომ თვითონაც გააკეთოს რა. ეს სულ მაგის ცდილობა აქვს რომ მაგას მეც დავაკვირდი ისი რომ თან ესე მაგალითად ხა პატარა კნუც რომ მოიყვან სახლში და სახლში იზრდება და თან სხვა ცხოველი არ უნახავს. შეიძლება კატაც არ ყავდეს სანახი. ეგ ძალიან სიგიჟია რომ ადამიანი რო იყო ისე რომ სხვა ადამიანი არ ყავდეს სანახი და რაღაცა სხვა არსებებთან იზრდებოდა. როგორც მოუგლი რა. ხო, აი იქაური გიგონება ალბათ თავი. ეგენც ეგრე არიან და ეგ ძალიან საინტერესოა რომ სხვა თავისნაირ კატას რო შეხვდება რას იზამს. ო, სულ მაინტერესებს ჯერ ყოფილი ეგეთი შემთხვევა რომ რაღაც მოგვიყვანა სხვა ცხოველი ან თვითონ ეს ცხოველი მოვიდა რომ წარმოვიდნენ კატა ყავს, რომელსაც სხვა კატა არ უნახავს. ხო. კიდე რაზე მეფიქრე, բայց თუ იცის კატების ენა საერთოდ, იმიტომ რომ სხვა კატებთან ახლა არ აქვს სოციალიზაცია, მაგალითად ქუჩის კატები რო გადაეყაროს, გააგებინებს თუ არა, გაიგებს თუ არა, იმათ რა უნდათ. ChatGPT-ს ვკითხე ეგა და რაღაც დონეზე გააგებინებს, მაგრამ ის ეკნებაო რა, აი სადაც წასული ხარ დიდი ხანი და შენი ენა ცოტა გავიწყდება და ეს ცოტა ლაპარაკობ, დაახლოებით ესე ილაპარაკებენო რა. კიდე აქ ერთი უცნაურიც ვისევა, რაც ძალიან მართლა უცნაურია. აი, როცა სამზარეულოში შევდივარ და რაღაცას საჭმელს ვიღებ და რაღაც ჭამ რო გაიგებსო ჭამ რა. რაღაც იწყებს ჭამას? ვიცი აშვება? არა. რომელ ოთახში და უნდა იყოს ან ძინავს თუ არა არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად მაგას გეულობს. მოდის და ესე ჯდება ჩემს გვერდით ქვემოთ და ესე სახეში მიყურებს რამდენი ხანით საჭირო იქნება. 1 საათიც რო არ ჩავხედო და არ მევაქცე ყურადღებას, ზის და მიყურებს. და მე რა უნდა ნახე, ესე პატარა რაღაცას პურის ნატეხს ან რაღაცას რო ესე მოუტეხავ და წვირთან მიუტან, დაკნოსავს. დიდი ალბათობით არაფერს არ მართმევს, არ ჭამს არაფერს. მარტო თავის საჭმელი უყურს, მაგრამ ამ მიწოდების მომენტში ესე უკანა ორ ფეხზე დგება, ლოყას მისვამს ესე ხელზე და მიდის. და მე აღარ მოდის საერთოდ რა. მაგრამ ამ რაღაცა 2 წელი ალბათ რაც მყავს და ერთხელაც არ მიჭამია სახლში ისე რომ არ მოსულიყო. ო. ჩვენი შვება ხოლმე რომ დაინახავს რომ ჭამთ, მიდის და თვითონაც იწყებს ჭამას და თან გვიყურებს ხოლმე რომ თქვენ ჭამს. მე გამოგხედავს პერიოდად აგზეს, ანუ ტყო გონია რომ ჭამის დრო მოვიდა და ეს მომენტი რომ ჭამას რო იწყებ და თვითონ მოდის და ზის და თან რაც უფრო არ აქვს ყურადღებას, მით უფრო კაცრი სახე უხდება. და იბღვირება და მე როგორც კი რაღაც მიაწოდებ ეს მადლობის ნიშნად ეს სახის გაგისვამს და მიდის რა და ეგ ძალიან უცნაური საქციელია დასაგვირებელად ესე. კი, ხო, ძალიან ჭკვიანები არიან ბევრად ვიდრე ჩანს ერთ შეხედვით რა. ისინი არიან რა ქვია რაღაცა უფრო დაფიქრებული ტიპები არიან რა და ხშირად ეგეთი სტერეოტიპი არის რომ ცივი არის და ასოციალური, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა მაქვს წაკითხული რომ სახის კუნთებია აქვთ გაცილებით ცოტა ვიდრე ძაღლებს. ხო, ვერ იღიმ. ემოციებს ვერ გამოხატავენ რა. სულ გაყინული სახით არის კი. ხო. და ამიტომ ფიქრობენ რომ ითვლება რომ ნაკლებად ჭკვიანია, ნაკლებად ისა, მაგრამ ძალიან ემოციურია. ძალიან კი. ყველაფერს აღიქოს საერთოდ. მე თავიდან მეგონა რომ იმდენად გაყინული სახით იყო თავიდან რომ მეგონა რომ აი არ ვევასები თუ რაღაცა, მაგრამ მე რაღაც 1-2-3 თვის მე რომ ცოტა სიყვარულის გამოჩხარნებაც და მე მივხვდი რომ უბრალოდ ეგეთ სახი აქვს. ხო, აი ტიპები არიან ძალიან მოკლედ რა. ნუ და შენიც ძალიან საყვარელი არის. უყურებ ხოლმე. ხო, რაღაც ისეთი, მაგრამ მაინც კატა რო გამოჩნდება, მაინც თვალს იქცევს რა. ეს ხო ძველი ის არის YouTube და კატები, მაგრამ დღემდე მუშაობს რა.
კაი, შენ კონტენტზე რო გადავიდეთ, შენ ხო 200.000 გამომწერამდე ცოტა გაკლია. ხო, 5.000 მაკლია ამ წუთას. ხო, და ესე იგი ის თქმა მინდა იცი რომ ერთი შეხედვით არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ მასობრივად ადამიანებს არ აინტერესებთ საინტერესო კონტენტი, რომელიც რაღაცა ისეთი ახალი ინფორმაციის მომცემია და განათლებას მოგცემს შენი კონტენტი როგორც არის. მაგრამ ნუ მეორე მხრივ საპირისპირო მაგალითი ხარ შენ, იმიტომ რომ შენი ვიდეოები არის ყველა ვიდეოში თითქმის თორაც მიმების მიმოხილვა არ არის, მაგრამ მანდაც უმეტეს შემთხვევაში არის რომ რაღაც ახალს გაიგებს ადამიანი, რა შენი არ არის რაღაცა არც ფრენკები და არც კომედია მანდამაინც და რაღაცა რომ მაგისთვის უყუროს, რა ძირითადად არის საინტერესო კონტენტი და ბევრი მაყურებელი ყავს. ხო. ეგ მე გვიან შევამჩნიე ჩემ არხზე ყველაზე მეტად რა უყვართ. იმიტომ რომ ეს ბევრ რაღაცას ტესტავდი და შემდეგ მივხვდი რომ თუ ჩემი ვიდეოდან რაღაცა ისიც იგებს ადამიანი, რაც აქამდე არ იცოდა ან არ დაფიქრებულა, მაშინ ჩემი არხისთვის კარგი ვიდეოა და არ აქვს მნიშვნელობა ეს ვლოგი იქნება ფორმატის ვიდეო იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. და ეგ ამბავი რომ კიდე თითქოს რაღაც ტრენდული თემა ან პრენკი ან რაღაც არის ისეთი კონტენტები, რომელსაც ბევრი ნახვა აქვს და რომელსაც ცოტა. ეგ ჩემი აზრით ეგრე არ არსებობს საერთოდ რა. არსებობს ალბათ ვიდეოს აწყობის წარმატების სტრუქტურა და უფრო ეგეთი კუთხით განსხვავება არსებობს ვიდრე კონტენტის მხრივ და თუ შენ იცი როგორ უნდა აწყოს სწორად კონტენტი, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა როგორია თვითონ. ანუ თუ სწორად აწყობ, შეიძლება ყველაზე უინტერესო რაღაცაც კი აქციო, ყველაზე ნახვად ვიდეოთ. და ეგ მაგის უამრავი მაგალითია, ესე საქართველოშიც და გლობალურ ამბებზეც. აი მაგალითად ისა რაღაცეები ძალიან უცნაური რაღაცეები რო ხდება ხოლმე ტრენდები, მაგალითად შეშის დაპობა. ან ცხენის ნალის შეცვლა, ეგეთი რაღაცეები სულ რა. ხო, ის ტალახში რაღაცებს აშენებდნენ, აუზებს რაღაცებს აშენებენ და ეგ ყველაფერი რატო ხდება, იცი, ეგეთი ვაირალი სიუჟეტის მიხედვით იდეალურად ერგება იმ ალგორითმს, რომელიც განსაზღვრავს რომელი ვიდეოები დააპრიორიტეტოს. ხო. და შენ თუ იცი ეგ როგორ უნდა გააკეთო ხელოვნურად. მაშინ შეიძლება ყველა ვიდეოზე ბევრი ნახვა კონდეს და ამ ცოდნას უკვე იმაში თუ იყენებ, რომ რაღაცა შემეცნებითი გავრცელო ეგეთი ხრიკებით, ეგ მგონია ყველაზე მაღალი ლეველი ჩვენ საქმიანობაში, იმიტომ რომ მაღალი ლეველი ესე შეუცვლინა თქვა, მაგრამ საკუთარი თავიდან გამომდინარე რა. ანუ მე თუ მაგას გამოვიყენებ ისე რომ მაგალითად ადამიანებს რაღაცა ისეთი საკითხები აუხსნა, რაზეც შეიძლება ესე თვითონ ან დრო არ ქონდეთ დასაფიქრებლად და რისერჩისთვის ან არ ეგონოთ რომ აინტერესებთ საერთოდ, მაგრამ თურმე ძალიან საინტერესოა. და მაგაში თუ ამ YouTube-ის ალგორითმების და ტექნიკების ცოდნას გამოვიყენებ, ეგ მგონია ძალიან კარგი რაღაც რა. ხო, მაგრამ ეს იცი კონკრეტულად სულ რაღაც ერთი სტრუქტურით აწყობ? ერთი სტრუქტურით არ აწყობ, სხვადასხვა რაღაცას. ანუ ალგორითმი ხო ესე მუშაობს უფრო მეტად მგონია რომ მე ინტერესი აზეც არის, ცდილობს იმ ინტერესს დაამტყიოს კონტენტი და ის შესთავაზოს. ხო, მაგრამ ნახე წინასწარი განსაზღვრო ხო რა ალგორითმი ესეთი უნდა იყოს ვიდეოების სულგან ალგორითმის სულიან. არა, რაღაცა კრიტერიუმების მიხედვით უნდა იყოს ერთი და იგივე კი. მაგალითად რაღაც ის ვიდეოზე საშუალო ყურების დრო ყველაზე მნიშვნელოვანია, ეგ სულ ეგრეა. ხო. და მაგას თუ შენ დასვამ დიდს ნებისმიერ ვიდეოზე, მაშინ ხო, ალგორითმი მოწონს შენი ვიდეო. ხო, მაგრამ აი როგორ დასვა ეგ არის საქმე. ეგ არის უკვე შენი ტექნიკის და სკილების ხარჯზე რა. მე მგონია რომ თუ მაგარი იუთუბერი ხარ, კონტენტს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა და აი ხა მაღაზიაში რო ჩავიდე და წყალი ვიყიდო, შემიძლია მაღაზიაში ისეთ საინტერესო ვიდეო გადავიღო, რომ ჩემ არხზეც მაგარი იქნება დაუშვათ და ხალხსაც მოეწონება. თავარია ამას როგორ storytelling-ს გავუკეთებ, იქ edit და ეგეთ რაღაცებს. ხო, მაგრამ რას მომფიცე, მაინც ინტუიციით უნდა იგრძნო ის storytelling-იც მოგცემს თუ არა ძელ ასე ვთქვათ საშუალო ყურებადობას, ხო, იმიტომ რომ რაღაცა განსაზღვრული ის არ არსებობს ფორმულა რა ესექენი და აუცილებლად დიდი ხანს შეხედავენ შენ ვიდეოს. ხო, ყველას თავისი ისა აქვს მიდგომა. არ ამდენ იუთუბერსაც არ უნდა გითხო, ყველა სხვადასხვა რაღაცას გიბასოს და ყველა არის რომ რაღაც მერვე წუთზე რაღაც უნდა მოხდეს და მე რაღაც ეგეთი დაშტამბული რაღაცები არ მუშაობს, ხო. უფრო მუშაობს ისა იუთუბერობას რა აქ იცი მაგარი კიდე რომ აქ ამ სფეროში რომ ესე რაღაცებს ათვალიერებ მაგალითად და ვიღაცა შეხვდა, ვისაც ბევრი გამომწერი ყავს. შეუძლებელი არსებობდეს ტიპი, რომელსაც ჩვენ თქვით ხავს ბევრი გამომწერი. ანუ ყველას აქვს რამდენიმე წლის, შეიძლება 10 წლამდე პერიოდის გამოცდილება, რომელიც
იმას ვერ ხედავ რა, რამდენი იწვალა ვიდეოს რო აკეთებდა და 3 ნახვა ქონდა და 3 თვითონ იყო და ეგ რო დიდი ხანი იყო და მე რაღაც გაუვარდა იქ რაღაც და ამუღამა რის გამოც გაუვარდა მაგას ცდილობს რომ კიდე სხვა ვიდეოებში გაიმეოროს და რაც არ მუშაობს ეგენი მოაკლოს და ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია რა და მაგ რაღაცაში ესე რომ იხაშები დიდი ხანი უკვე ინსტინქტურადაც და ყველანაირად გამჯდარი გაქვს რა თითქოს რომ იცი რომ აი ყველა ვიდეოს წინასწარ ხედავ როგორია thumbnail-ზე, სათაურზე, სტრუქტურაზე, ქრონომეტრაჟზე და იმის გასვლაც კი შეგიძლია რამდენი ნახვაზიავა. და ეხლა საქართველოშიც ეგ ბევრი იუთუბერ შეუძლია მინიმუმ 10 ალბათ. კი, რომ ეგრე დაინახოს წინასწარ. ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ ხოლმე საქმეში. კი, ხელოვნურ ინტელექტზე ის მაგ ChatGPT მაგ ფასიანი ვერსია. ერთი თვით $200 ვერსიაც მქონდა, გამეტის და deep search-ი და რაღაცები, როგორ მუშაობს და იცი მაგრამ ChatGPT ფასიანი ხა გაქვს საბაზისო რაც არის $20 როგორც თქვი. ხო, ეგ ახლა მაგრამ ერთი თვით $200-იანიც ვიყიდე რომ მე ნახა რა შეგვდა და ჩემი საჭიროებიდან გამომდინარე არ მჭირდებოდა, მაგრამ რაღაც სპეციალობის ადამიანებისთვის იდეალური რაღაცა. ხო. იცი რა ეს ChatGPT-ს ვეძახით უკვე რა ყველა იმას პამპერსივით გახდა. ChatGPT ესე რაც შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში, ვაკვირდებოდი რომ ძალიან სხვადასხვანაირი აღქმა აქვს ადამიანებს რა. ანუ არიციან როგორ უნდა შევხედოთ სწორად. და ამაზე კომუნიკაცია ჩემი აზრით ამ პერიოდში ხა საჭიროა რა. ჩემი აზრით ხო რა სკოლებში ისწავლება უკვე დასავლეთში გამოყენება ხელოვნურ ინტელექტს. აი Iron Man-ში როგორც არის AI-ს რო ელაპარაკება და ასისტენტი ვითხოვს. ანუ ეგ არის ჩემი აზრით სწორი მიდგომა. მაგრამ ზოგმა ადამიანმა ძალიან არასწორად აღიქვა ყველა სხვა რაღაც ფსიქოლოგიურად სხვადასხვანაირი მიდგომები აქვს და მინახავს ადამიანი რომელსაც ChatGPT აღიქმა მაგალითად ღმერთად. იმიტომ რომ ყველაფერი იცის. მინახავს ადამიანი რომელსაც აღიქვა რომ აი მაგალითად მეგობარს რატომ უნდა ელაპარაკოს როცა შეუძლია ChatGPT-ს ელაპარაკოს და იმან ის უფრო ადეკვატურია. ან როცა მეგობრები ერთმანეთს ელაპარაკებიან, სულ ChatGPT-ში ამოწმებენ ყველა სიტყვა საბა რამდენად მართალია და ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს, რასაც გადახრას გავს რა. და მე ჩემთვის მე რაც პრაქტიკულად ყველაზე მეტად გამომიყენი არის აი Google-ის და Google-ის ძალიან განვითარებული ვერსია რა. ხო. მაგრამ მე მყავს მეგობარი რომელმაც ChatGPT-სთან ურთიერთობით შექმნა ძალიან ბევრი რამე. რაღაც ბიზნესი აწყო ნულიდან, სადაც წელიწადში ქონდა $1,000,000-ზე მეტი ბრუნვა და ძალიან სხვა ლეველზე აიყვანა ყველაფერი. თვეში $20-ს გადახდით. და მაგალითად შექმნა დაარქვა სახელი და შექმნა თავისი კომპანიის იურისტი, შექმნა ბუღალტერი და ესე რაღაც 10-მდე თანამშრომელი ყავს თავისი სახელით და ეს ChatGPT-ს აკაუნტში აქვს პირდაპირ ყველა რა. კიდე საერთოდ არაფერი არ იცოდა კოდინგზე და საერთოდ კოდებზე და საიტების შექმნაზე და რაღაცეებზე, შექმნა WebWord-ი. ამ WebWord-ზე რა გააკეთა კიდე ნახე, რა სიგიჟია. საქართველოში ხდება? ხო. ქართველი წერლები გააცოცხლა, როგორც ჯერ თავის თანამშრომლები ხო შექმნა. შემდეგ ფიქრა რომ მაგალითად ვაჟა შევქნი, მოდი ან რუსთავას შევქნი. ყველა ვაჟას რაც კი დაუწერია ცხოვრებაში, ყველაფერი ჩაუგდო. ახალი პილონები თოცა ქნიდა, უთხრა რომ ამ ყველაფრის დამწერი როგორი ტიპი იქნებოდა. ეგეთი ფსიქოტიპი შემიქმნი და დაიმახსოვრე და როგორც ამის შემქმნელი მიიღებდა გადაწყვეტილებებს, ეგეთი გადაწყვეტილებები მიიღე. ესე შექმნა ვაჟა ნიკო ნიკოლაძე რუსთაველი ერთი ილია და ერთი 10-ზე მეტი ადამიანი აკაკი. შემდეგ ამ თავის AI-ს შექმნილ WebWord-ზე გააკეთა გაზეთი და ეს ქართველი ცნობილი ტიპები ამ გაზეთში კვირაში ერთხელ საქართველოში ახლა მიმდინარე მოვლენებზე თავის აზრებს პოსტავენ სტატიებად. რა საიტია? უსახელი არ მახსოვს, მაგრამ ამოვანათოთ თუ გინდა გაჩვენო. ხო, აღწერა ჩავაგდებ ვიდეოს შემდეგ. და იცი როგორი საოცრება, იცი, აი მაგალითად აი ხარო აქციები არის ქვეყანაში ან რამე, იქ ვაჟა და ილია თავის აზრებს აფიქსირებენ ამ ყველაფერზე. და ეს ყველაფერი წარმოიდგინე საიტი, სადაც
ღვაჟა და ილია კვირაში ერთხელ ავტომატურად ეს ტიპი რო საერთოდ აღარ შეეხოს. ისინი პოსტავენ და იქ მთელი განვითარება აქვს რა. იდეაში მეც გავიაზრე პირველად რა იყო, უფრო მე იმისკენ წავედი ფილმებისკენ და საბოლოოდ იქ პირველად რო ნახე რა ვიდეო ისინი შესაძლებლობები აქვს რა ვიდეო შექმნის და რაღაც რა მაგალითად როგორც ახლა გააკეთა სიმულაცია მოვადრო და შეგვიძლია რაღაცა ცისფერ მთების მეორე სერია გავაკეთებინოთ და უყუროთ რაღაც ეგეთები ხო წელიწად ნახევრის წინ ადამიანს ვერ ხატავდა და თითებს ვერ აკეთებდა და 6 თითს და 7 თითს ხატავდა ხოლმე და ახლა ისე განვითარდა რომ კატის ვიდეო რო არ გექმა ნახე სარვემბილი გზავდარბის და რო ვარდება მე და მეორე კატას რო ურტყავს გაბრაზებული. გააკეთნა ნახე? კი. მე მგონი ბრიტანული არის მაგ ჯიში რომელიც დარბის და ნამდვილი მეგონა რა, ვერ გავარჩევ ვერაფრით. ეხა უკვე მე აი რაღაც მე-10 გამეორებაზე უკვე დავაკვირდი რაღაც დეტალებს და მე რაღაც მოძრაობაში სადღაც ერთ წამზე შევატყე, მაგრამ ანუ უკვე გაასწრო რა. ანუ ვეღარ გიგებ უკვე. თუ ცოტა ტიპმა იცის როგორ უნდა გააკეთოს სწორად, იმის გაკეთებულ ვიდეოს უკვე ვეღარ გაარჩევ. და ეს იმხელა სისტრაფით ვითარდება რომ მაგალითად ერთი თვის წინ შეიძლება ეგ არ შეიძლება და ორი თვის წინ კიდე ბევრად ძალიან ცუდი იყო და ერთ თვეში იმხელა პროგრესი განიცდის თითქოს 10 წელი გავიდა ჩვენ ტექნოლოგიებით და არა და ჩვენ ტექნოლოგიებით მალე ვითარდება ხო და შენი აზრით სადამდე მიგვიყვანს ეს ან რასაც როგორც პროგნოზირებენ ან ძალიან კარგი მომავალი უნდა მოიტანოს, ან ძალიან ცუდი. და ისინიც რა თვითონ AI შემქმნელი მამებიც გვაფრთხილებენო და უყუროს ახლა ამანდა. და ხო თვითონ არ მომუნდეს ბატონობა და რაღაცა. მაგრამ ეგ მე მგონია რომ მაგის რისკი რა თქმა უნდა არის, მაგალითად ერთი ვიდეოც მაგათრე გადაღებული, აი მაგალითად კაცობრიობამ რომ მაცივარი გამოვიგონეთ, მაგრამ კიდევ გადაგვაშენა რა. იმიტომ რომ ფრეონს რომელსაც იყენებდნენ პირველ მაცივარში, თურმე ოზონის შრეს ანადგურებს და კიდე რო გაგრძელებული იყო ეგ რამდენიმე წელი სამაგრძალავდნენ, დავიხოცებოდით მზისგან. და ეგრე რამდენიმე შეიძლება გამოვიგონოთ ადამიანებმა, რაც პოტენციური გადაშენების რისკს მოიცავს, მაგრამ ChatGPT და ზოგადად AI ეგეთია, მაგრამ მე უფრო პოზიტიურად უყურებ მაინც რა და ისე უყურებ როგორც მაგალითად როგორი გარდატეხაც მოიტანა ინტერნეტის გამოგონება, მან დენის გამოგონება, მან ინდუსტრიალიზაცია თავიდან რო ქარხნები პირველად შეიქმნა და ხალხი აპროტესტებდა რომ გადავგვარდებით და დავიხოცებით და რაღაც ანუ ეს პატერნი სულ ერთი და იგივეა ეგეთი დიდი გამოგონებების დროს და ახლა ჩვენთვის კი ამ ხელს იგიჟია მაგრამ აი მაგალითად რამდენიმე ათეული წლის წინ ბიბლიოთეკაში რომ უნდა წასულიყავი ვიღაცის დაბადების თარიღის გასაგებად და ბიბლიოთეკაში სიარული ძალიან თანამედროვე იყო და მე უცებ ინტერნეტი და Google რო შემოვიდა. ახსოვს პირველი რეკლამა იყო ქართული კავკასიის ონლაინის აქ ბევრი ბიბლიოთეკა არის. არ მახსოვს. ეგეთი რეკლამა იყო რა ბაბუა და შვილი არიან თუ რაღაცა და ეს ბაბუა ეუბნება შვილს რომ აქ ამ ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი წიგნი არისო და ის ამოიღებს რაღაც კავკასიის ბარათი იყო თუ რაღაცა და აქ ამაშიო ბევრი ბიბლიოთეკა არისო რა ანუ ინტერნეტშიო რა ეგეთი ის პირველი რეკლამა ეგეთი მახსოვს რა ხო და აი მაგალითად ეხლა მე არ მოვეწარი ბიბლიოთეკაში სიარულს მე რავი 10 წელი ერთი ორი მომიწია ხო 10 წელს რო ვიყავი უკვე რა კომპიუტერი მქონდა და 12 წლის ასაკში ინტერნეტი შემოიყვანეს ხო და მანამდე ეხა ბიბლიოთეკაში არ წავსულვარ და საკითხავთ და სახსის ხონდა რაღაცები რასაც ვკითხულობდი მაგ თაობისთვის ალბათ იგივე იქნებოდა თითქმის რაც ახლა ჩვენთვის ხდება მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო რა არის ან ჩვენ როგორ აღვიქვამთ კი არა როგორ აღვიქვამენ ის ადამიანები ვინც ახლა პატარები არიან ცოტა ბავშვები არიან ან აწი დაიბადებიან იმათვის AI იქნება როგორც ჩვენთვის Google და არანაირი განსხვავება არ იქნება. როგორც ახლა Google არ არის საშიში, მაგრამ თავის დროზე იყო საშიში, იმიტომ რომ იქ რო შენ ბაზას აგროვებს და რო ლაპარაკობ მე იმის რეკლამებს გიგდებს და ანუ საშიშობით ესე რო შეაფასო. ყველაფერი ეგეთი შეიძლება იყოს და თან ესე კამერაზე რაღაცა კამერა ხო ესე ზემოდან იღებს, თუ განმოაბრუნე აქედანაც იღებს. ამიტომ სულ იღებს ახლა ჩვენთან ორი კამერა გვიდებს და რამდენი მიკროფონი ხო ანუ ამ სტუდიურის გარდა. ამიტომ ესე კონფიდენციალურობის კუთხით საშიშად როგორც ეშვენებოდათ ის ტექნიკები რაც ჩვენ ახლა ყოველდღიურობაში გვაქვს და
არ აღვიქონთ საშიშად, იმიტომ რომ ჩვეულებრივი გახდა, ეგრე მგონია რომ AI-ზეც იქნება. ხო, უფრო გამოვიყენებთ თვითონ ალბათ AI-საც არ ამგონია უნდეს რომ რამე დაგვიშაოს რა, მაშინ რაღაცა ის უნდა გაუჩნდეს ეგო, ალბათ არ ვიცი რომ თვითონ გადაწყვიტოს რომ ჯობია მე ვარსებობდე თუ რაღაცა ეგეთი. თან არის, იცი, AI საიდან დაიწყო, ნახე? მაგაზე დაფიქრება, დამეხმარა მაგის კიდე სწორად შეხედულების ჩამოყალიბებაში თუ რაღაცა ეგრე. ანუ AI არის რისი განვითარებული ვერსია, იცი, აი მობილურში რო წერით რაღაცას და hello-ს დაწერა, ხს რო დაწერა და hello-ს დავასწრებს რა. თვითონ. ხო, აი სიტყვას რო ავსებს თვითონ, ეგ აიყვანეს ძალიან დიდ level-ზე. და გამოვიდა ის AI რაც გვაქვს ახლა. და ეგრე რო შეხედავ მე ცოტა პრიმიტიულდება თითქოს რა. იმიტომ რომ ეხა ხს დაწერიდან თუ hello-ს ხდებოდა, ეხა ხდება ყველა მთელი ინტერნეტს არისერჩებს და პასუხებს გიზიებს და რაღაც, მაგრამ სინამდვილეში იმის განვითარებული ვერსიაა რა. ხო, ფასიანს იყენებ თუ უფასოს არის დიდი სხვაობა? კი, უფასოზე რაღაც ლიმიტებიც გაქვს. ხატვაზე და რაღაცებზე მგონი. ხო, იმიჯებზე არის. ხო, მაგრამ Gemini-ს არ აქვს, ხო, ChatGPT-ს აქვს. კიდე მე მაგალითად არ მაქვს დიდი გამოცდილება სხვა AI-ების გამოყენების. რა მარტო ChatGPT-ს ვიყენებ და Gemini-ს YouTube-ზე თუ რამის კითხვა მინდა, Gemini უფრო მაგარია. ხო, ნუ თავისი პროდუქტი არის. ხო, რა თავისია და ეხლა კიდე სტუდიოში თუ ჩააშენეს და 2026-დან ჩააშენონ, უბრალოდ გონი ჩააშენეს, მაგრამ აპდეიტი ჯერ არ გვაქვს ქართველებს. ხო. ეგ აპდეიტი ახლა მაგალითად ამერიკაში წახვიდე და იქიდან დაიწყო გახსნა ჩაგერთვება თუ ჩაირთვება, ხო? ანუ გეოგრაფიის მიხედვით არის. ხო, ერთი ქართველი იუთუბერი იყო აქ ამერიკაში გადავიდა და ჩაერთო ყველაფერი ფუნქცია. ოღონდ იქ მე იქაუნტის ნომრის ვერიფიკაცია უნდა და რაღაცეები, მაგრამ აი როგორი ფუნქციებია, იცი მაგალითად ერთ-ერთი მაგარი ფუნქცია, რომელიც დიდი ხნის წინ დაემატა ჩვენთან არ არის უბრალოდ. რომ YouTube-ზე შეიძლება YouTube-ზე სტუდიოში მოგდის კომპანიებისგან ოფერები. გაქვს იქ სტუდიოში უთიდებ მისამართს, თუ სწორად ვიცი. და პირდაპირ სტუდიოში მოგდის როგორი რაღაცა. სტუდიო ვინც არის, ვისაც YouTube-თან არ შეხება, ანუ YouTube-ის უკანა მხარეა, საიდანაც ვიდეოს ტვირთავ რაღაცებს, სული შენარხზე და შემდეგ. ამ სტუდიოში, ხო, სადაც სათაურს აწერა thumbnails და description-ს და რაღაცებს, იქ არხის ანალიტიკაში მოგდის პირდაპირ კომპანიებისგან შემოთავაზება. მაგალითად, ამ პროდუქტს გამოგიზავნით ბარტერზე ან გამოგიზავნით და კიდე ამდენ თანხას ვიხდით და პირდაპირ იქვე იმაშვებია. აკეთებ მაგ ყველაფერს. ეგ თავიდან გარეთ იყო Fame.bit ახლა ვებგვერდ, სადაც იუთუბერები რეგისტრირდებოდნენ და კომპანიებიც რეგისტრირდებოდნენ. მაგალითად, კომპანიები წერდნენ, რომ ჩვენ ვეძებთ 5000-დან 10000-მდე რეინჯში იუთუბერს ტექ მიმართულებით პირობითად და გვინდა რომ ეს გაჯეტი გავაპიაროთ ამავე. და ვიდეოში ბიუჯეტი გვაქვს ამდენი. და იქ მე თუ რაღაცებს ემთხვეოდი გავგზავნიდი ოფერს, ან თუ კრეატორი იყავი, პირიქით ძებდი რა. და ძალიან მაგარი მოქნილი საიტი იყო. სადღაც 17-18 წლებში ქართველი ბიჭებიც იყენებდნენ, ქართველი იუთუბერები. შემდეგ ეგ დაიბლოკა ეგ საიტი, იმიტომ რომ YouTube-მა აგზალა, ასე ვთქვათ, და თავის სისტემაში ჩააშენა. მაგრამ ეგ თავის სისტემაში რო ჩააშენა, ეს აპდეიტი არ გამოუშვა ჩვენთან. და კიდე ეგეთი ძალიან ბევრი აპდეიტია, რაც რატომღაც არ მოდის აქ და ხო, აი მაგას ვერ ხვდები ხა, მაგრამ ეთყობა კიდე არის დონაციები, მაგალითად, ნახე, დონაციების ხო ძალიან ბევრი საიტი არსებობს. საქართველოში გვიწევდა რომ რუსული საიტი გამოგვეყნებინა და რუბლებში უნდა ჩარიცხულიყო, რაც საშინელება იყო. ეხლა არის რამდენიმე ქართული ალტერნატივაც, მაგრამ ეს დონაციის სისტემა რო თვითონ YouTube-მა ჩართოს, რა მაგარია, იცი? მაგალითად, დონაციას რო გიკეთებენ, მაგ თანხა აიმატება მონეტიზაციის თანხას და ეგრეგერ იწყება. თან ვინც გიდონატებს, ისინი სხვანაირი გამომწერები ხდებიან, სხვა ფერად წერენ და ეგეთი პატარ-პატარა ლეველები აქვთ კიდე. ვინც მეტ კომენტარს წერს და მეტ ადონატებს, მაგალითად $5-ზე მეტ, სხვა შეიძლება მწვანეთ წერდი სანამე. ხო. მაგრამ იუთუბერები მინახია რომ ლაივში მაგას აკეთებენ, მაგრამ ეგ სხვა დამხმარე საიტებით აკეთებენ მაგას? ხო. იმ დამხმარე საიტებზე კიდე შენი YouTube account-ით აკეთებ ვერიფიკაციას
და იქ რო გიდონატებენ მაგალითად მე სტრიმზე ჩანსის აწერა რა. გასაგები. კიდე ის ჩვენთან რაც არის კომენტარებს რო თავაზობს ხოლმე შენ გიგდებს თვითონ დაგენერირებულს რა უპასუხო. ხან ძალიან ისეთი ისინი არის ხოლმე რომ ძალიან ადამიანური პასუხები არის ხოლმე რა რომ ეს როგორ მოიფიქრა რომ ეს მე პასუხა ამ კომენტარზე. ხო. და ეს შეიძლება 100 კომენტარი რო გაქვს ეს ჩამოხვიდე სამ კარგ ვერსიას გთავაზობთ თან ერთი ემოციური ერთი ცოტა ინტელექტუალური ერთი რაღაცა და ისეთ კაპებით შეიძლება 100 ადამიანს უცებ უპასუხო, მაგრამ მე არ მექნია ეგრე. მეც არ გამიგეთებია. ასე მე უხერხულება თუ რაღაცა. უხერხულია AI პასუხებს. ძალიან დიდი მადლობა მეგობარო და რაღაც ისეთი არის და ამ დროს იმას ის ფიქრობ შენ დაუწერე და ამ დროს ერთი კლიკით. მადლობა რომ ყურადღება დამითმი ამას ძალიან ვაფასებ და გულები და ხო ამ დროს არ დაგიწერე საერთოდ. როგორ აფასებ რომ მაგრამ აკრებაც კი დაგეზარა ხო. მოდი ეს შევხვდეთ რომ თუ ჩვენ ორნი დაუწერთ ეს კომენტარებში რაღაცას ჩვენი ხელით იყოს. ხო არა მე არ ზუსტად ვიყენებ მაგას. ხო იმედია ჩვენთანაც შემოვა რა უფრო გაიხსნება იმიტომ რომ თან კიდე მაგარი ის ფუნქცია ის იყო დღეს უყურებდი ზუსტად წამოსვლის წინ ეხლა ჩემთან ეგრე არ არის ხო მაგრამ შენ ვიდეოს შეიძლება რაღაც რამდენიმე 1000 კომენტარი კონდეს და შეგვიძლია სტუდიოში უთხრა რომ აი ამ ვიდეოს კომენტარები მოკლედ ჩემი ჯამე ხალხი რას წერს. ხო. და ეს რამდენიმე 1000 კომენტარს გეტყვის რომ ხალხს ძირითადად მოეწონა ან მოეწონა რაღაცა ესეთ იმასაც რაღაცა ასისტენტივით გეჩიტება შიგნით რა. ხო. ვიდეო ედიტინგში თუ გამოგიყენებია მონტაჟისას. ვიდეო ედიტინგში არა. მე რამდენჯერაც დამჭირდა რაღაცა ვიდეოს შექმნა ანიმაციის. სულ მე გთხოვს რომ იყიდე შეიძინე პაკეტი და რაღაც $180 თვეში და რაღაცები ღირს და ვერასდროს ვერ გავიმეტე რომ $180 გადავიხადე და ვცადო კარგს გააკეთებს თუ არა. ეს თვითონ პრემიერში მაგალითად თუ აი რა ვიცი ბევრი მიცდია რა რაღაცები. Google-ის ისიც რაღაცები რა. მე მისდია აი პოდკასტს რო შორტად გიჭრის. ვიდეო ხო და ტიტრებს რო უკეთებს რაღაც ეგ მისდია ერთი ვიდეო. ადრე ვაკეთებდი მეც ხოლმე რაღაცნაირად. კიდე მისდია ვიდეოების დაგენერირება მისდია ვიდეოში გადასაფარ ფუტეიჯად რო გამოიყენო რაღაცა ეგრე, მაგრამ თვითონ აი მაგალითად პოდკასტებს ჭრის იდეალურად. ეგ ვიცი კიდე. რომ აი მაგალითად სამი კამერის მასალა რო შეიტანო, რომელი ადამიანს ლაპარაკობს, იმის ფოკუსები რო გააკეთოს, ეგ მაგალითად პირველად ეგ დაამატის. ხო, მაგრამ ეგ რომელი შვება მაგას? მე მგონი ეგ პირდაპირ პრემიერს მოყვება. ხო. თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ ეგ ფუნქცია არსებობს. ხო. ხო, მონტაჟი თუ გამარტივა და შეამცირა არ მაგარი საქმე იქნება. მონტაჟი რო გაგიკეთოს ვიდეოზე, რომ ესთან ქართულად რო აი როგორც Photoshop-ს აქვს რა, რაღაცა მონიშნავ და ეუბნები აქ ამის მაგალითად ეს ჩასვი და ცვავს. ეგრე თუ ვიდეო ედიტები დაიწყო რომ უთხრა რომ ეს დამიქათე ხა მაგალითად ჰაერები ამოაჭერი და ხო, რაღაცეები აი ციგჯე იქნება. ო, მაგრამ ხელა დროს მოიგებ და შეგიმცირებს სამუშაოს. მაგას მიაგზირდით რომ რაც პოდკასტს წერ ორი მაგდენი მე მეხარჯება იმაზე. მე მაინც ხელი თუ აედიტებ რაღაც გრაფიკა მიადოვის გააკეთო ხმას, თუ სადმე გასასწორებელია გაასწორო. მაგდენი მაგაზე მეტი მიაკბევრეთ რა. კი. და მაგარი ამბავი იქნება. ისინი რო ახსენე ვაჟა და შოთა და ილია მაშინ ვეფხისტყაოსანზე მომისმენია შენი საუბარი რომ ძალიან ესეთი საინტერესო ისა ბოლო პერიოდში დაინტერესდა ხო ვეფხისტყაოსანი და მე საინტერესო რაღაც აღმოაჩინე. ხო. რა ხდება ვეფხისტყაოსის გარშემო მოკლედ შეგვიძლია გითხრა. ეგ რო აღმოაჩინე მაგის შემდეგ TikTok-ზე ხდება ადამიანები 70 წლის ტიპები არიან, ვინც პოდკასტები ვითავთ და რუსთველოლოგები არიან და რაღაც წიგნები აქვთ ზოგს ან კიდე ბევრი არსებობს რუსთველოლოგი, ვისაც თავისი რანკები აქვს ასე ვთქვათ რა, ამდენად კარგი რაღაც დაამოღამა და რამდენად ციფრებად შეისწავლა. და რაღაც მომენტში ვცადე რომ მიყოლოდი მაგას. მეც წამეკითხა რა იგივე რაღაცები, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე რომ არ წავიკითხო პირიქით და მე თვითონ რა ემოციებიც დამრჩება ესე ვიღაცა შუამავლის გარეშე დაუშვათ ეგ უფრო მაინტერესებს და როცა რატო დაინტერესდა საერთოდ თავიდან ვეფხისტყაოსნით? ხო, სკოლაში ვიყვარდა, შენ სკოლაში არ მიყვარდა. სკოლაში ჩემს არავის არ უყვარს ხა ძალიან თუ სკოლაში აკეთებდნენ რომ არ ყوارებოდა. ხო, თუ სკოლაში თუ ვინმეს უყვარს ზოგადად ეგეთი რაღაცები ან ვაჟა ან ილია ან რუსთაველი ან ვინმე თუ ეგეთი სკოლაში შეუყვარდა ბავშვს ეგ არ არის ჩვეულებრივი ამბავი ეგ არის რომ განსაკუთრებული მასწავლებელი შეხვდა ან ოჯახში აქვს რაღაცა ისეთი გარემო სადაც
სხვანაირად აუხსნეს ან რაღაცა ეგეთი, თორე როგორც სტანდარტულად ისწავლება პირიქით არის ჩემი აზრით რა, ანუ თითქოს იმაზე ამორგებული, რომ ისე მოგაბეზროს თავი, რომ გაიზრდები, მეც აღარ მიუბრუნდები. და ეგ ძალიან ცუდია და მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ აი რაღაცა პოდკასტებს რო უსმენდი და თუ ვინმე რაღაცნაირად შეეხებოდა ამ საკითხს, ან მეც როგორც ცოტა 25 წელს რო გადავწვდი, სხვანაირად შევხედე ზოგადად ქართველობას, ჩვენ ქვეყანას, ჩვენს გენიოსებს, რაღაცა უფრო მინდოდა მეტი მცოდნო და კვლევა დამეწყოსავით მაგაზე ვინ რა ლეველზე ყოფილა, მაგალითად ჩვენ ისტორიაში ფილოსოფია თუ რაღაცა ლეველზე არსებობდა მსოფლიოში ნებისმიერ დროს, ჩვენ მაქსიმუმ 3-მდე აბსოლვართ და ეგეთ რაღაცებზე ფიქრი დავიწყე და ვეფხისტყაოსანთან რომ მივედი, მივხვდი რომ ჩემი აზრით არ არსებობს სხვა ნაწარმოები მსოფლიოში, რომელიც შეიძლება დააყენო ვეფხისტყაოსანზე მაღლა. გვერდითაც რომ მიუცვა, ეგეთიც შეიძლება რამდენიმე იყოს სულ რა. ეს არის ჩემი შეხედულება. ხო, აი მაგალითად და შეიძლება გახსენდება პირველი. აი მაგალითად რატო ხო ალბათ. ხო. პირველ რიგში არის ესეთი ამბავი, რომ მე რადგან რაღაც ნახე იუთუბერობა იმიტომ დავიწყე, რომ დრო მქონდეს, რომ რაც დამაინტერესებს იმაში ჩასაძიებლად მქონდეს ბევრი დრო. და ეს ჩემი საქმიანობა ამაში იდეალურია რა. ნებისმიერ თემაზე შემიძლია დავინტერესდე, გამოვყო რაღაცა პერიოდი მაგაზე, შევისწავლო ეგ თემა თავიდან ბოლომდე და შემდეგ ვიდეოც გავაკეთო და თან საქმიანობის ნაწილიც გამოდის რა. თან ამ რაღაც საინტერესო რამეს სხვაებსაც უზიარებ. და ესე დროთა განმავლობაში ბევრ სხვადასხვა რაღაცაში ჩაძიება მომიწია, კარგად სიღრმისეულად, ასე ვთქვათ. და ეს რაღაცა ცოდნები თუ რაღაცა ისე სხვადასხვა სფეროდან შეჯამებულად წარმოვიდგინე გონებაში და შემდეგ ვეფხისტყაოსანს მივადექი, მივხვდი, რომ იქ ყველანაირი ცოდნა არის თავმოყრილი. ანუ მთელი კაცობრიობის ცოდნა არის და სიბრძნე თითქოს გაერთიანებული რა. კიდე მე მქონდა იუთუბერობის დაწყებამდე Facebook-ზე page-ი, სადაც ციტატებს პოსტავდი ხოლმე. და რავი, 10,000-მდე ციტატა მაქვს დაპოსტილი, სადაც რომელიც მომეწონა. რომელიც არ მომეწონა, კიდე ბევრად მეტი იყო, იმიტომ რომ ცოტას პოსტავდი, რასაც ვკითხულობდი იმასთან შედარებით. და ამ ციტატებში ხო რაღაცა ციტატა ხო ისეთი რაღაცაა, სადაც რაღაცა სიბრძნე არის ჩაქსოვილი, ჩატეული პატარა წინადადებაში. და რო გავიაზრო ვეფხისტყაოსანი თავიდან ბოლომდე რა, ყველა სტროფი ცალკე სიბრძნეა, რომელიც საერთო სისტემაშიც კიდე საერთო სხვა სიბრძნეს ყველა სტროფი? თითქმის უმეტესობა. აი რომელიმე სტროფი რო გაიხსენო. აი რომელი გავიხსენო. მაგალითად გველსა ყველა გამოიყვანს ენათმევად მოუბარი. ადრე ვთქვი ეს ფრაზა ეს ძალიან მიყვარს. ეს ხო თვითმკმარია თვითონ. გაერთიანებულ 4 ხაზში კიდე იქ საერთოდ სხვა სიბრძნე არის. და თლიან ტექსტში კიდე სხვა არის. თან 16 მარცვალია ეგეც სიგიჟია, რომ ქართული ენა მაგის საშუალებას იძლევა და მაგ ლეველზე ავიდა საერთოდ. კიდე სტროფი 16 მარცვალია, ხო? ხო. გარდა მაგისა, რელიგიური ცოდნები, მეტაფიზიკური ცოდნები, კვანტური ფიზიკის რაღაცეები, რაღაც მითების რო აიღო რაღაც პრეცივილიზაციებზე, ანუ ყველაფერს იპოვი რა. თან ისე არ არის, რომ ძალით რო უკავშირებ ეგრე არ არის მართლა, ანუ პირდაპირ არის. აი, კვანტურ ფიზიკაზე შეიძლება გაიხსენო? ან ფიზიკაზე ზოგადად. ანუ ნახე კვანტურ ფიზიკაზე არის ესეთი რაღაცა, რომ ყველაფერი არის სუპერპოზიციაში და ჩვენი გონება რაღაცებს აკრისტალებს ისე როგორც ხედავთ. და ეგეთ რაღაცები არის იქ. ეხლა შეიძლება პირდაპირ დაუკავშირო, მაგრამ ხო, ალბათ ის ალღურ და მყარ მდგომარეობაში რომ ორივე მდგომარეობაში რო არის ერთდროულად კვანტური ნაწილაკი ხო? ყველა რამდენი შესაძლებლობაც არსებობს, ყველა მდგომარეობაშია უბრალოდ ჩვენი აღქმის ორგანოებიდან გამომდინარე რაღაცებს ისე ხედავთ, როგორც ხედავთ. და ეგეთი ლეველის რაღაცეები, რაც ეხლა 90-იანებში და 2000-იანებში რო ფიზიკაში დამტკიც და მაგის დასტურებს რო იქ ხედავ, ანუ სრულ სიგიჟია. თან ესეთი სტილით აწყობილა, თან ყველაზე მეტად რო იწება
არის ესეთი რამე, რომ ძალიან დიდი ფლექსი არის რა თავიდან. რომ აი ეხლა რაღაც ფლექსი ანუ ტრაბახი თუ რაღაცა. ხო, ანუ მე ხა მოგიყვებით ისეთ. ანუ პოეტების იერარქიას აკეთებს, ვინ არიან ბანძი პოეტები, ვინ საშუალო დონის პოეტები, ვინ მაგარი პოეტები და თვითონ სად არის. და ეხლა მე რო ესეთი ვარ, ეხლა ეს ამბავი კი არსებობდა მანამდე რაღაც არაბულში დაუშვათ ან სადღაც, მაგრამ ეხლა მე ამას ნახე როგორ მაგალითივით ავაწყობ და მე იწყება. ანუ ძალიან რეპერი რო იწყებს და იწყებს რაღაცა. უნდა დაიწყო. ეგეთი რაღაცა თვით წარდგენას აკეთებს და ანუ ეგეთი რაღაცები იმდენად ბევრია და იმდენად სიგიჟია რომ ჩვენ უბრალოდ რო წავიკითხოთ და გავიაზროთ ძალიან ცხოვრების შემცვლელი რაღაცა არის რა ოღონდ როგორც უნდა მიუდგე როგორც არის რაღაცა ცოდნის განძი საიდანაც თითო წინადადება უნდა წაიკითხო ისე რომ აი რაღაცა ამოიკითხო შიგნით საინტერესო და უბრალოდ რაღაცა რითმულად არ არის აუცილებელი რომ ეგრე მიყვა ჩემი აზრით და თან ის ძალიან სიგიჟე ამბავია რომ ვეფხისტყაოსნის დაწერის შემდეგ ქართული ენა გაიყინა ასე ვთქვათ რა დროში იმიტომ რომ ჩვენ რო შეგვიძლია მე-12 საუკუნის ნაწარმოების წაკითხვა დედანში ეგ არავის არ შეუძლია სხვას ყველა სხვა ენა კატასტროფულად იცვლება და ეხლა მე-12 საუკუნეში კი არა მე თუნდაც მე-15-ში მე-16-ში რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები თავისივე ქვეყანაში გადასვა ვერ დაელაპარაკება ენის ცვლილების გამო და ქართულად ეგ შესაძლებელია ვეფხისტყაოსნიდან გამომდინარე იმდენად ძვირფასი იყო ქართველებისთვის იმდენად დიდი გავლენა მოახდინა თან თავიდან ზეპირად იყო ხოლოდ ამან ქართული ენა გაყინა დროში და რაღაცნაირად შეგვინარჩუნა ისეთი სახით როგორიც იყო და თან იმხელა თამასაა რომ მაგალითად ეხლა საქართველოში ძალიან განვითარებული არის ჰიპ-ჰოპი რა ძალიან ბევრი სმენელი ყავს ბევრი მაგარი არტისტი ყავს და როგორია იცი ქართული ჰიპ-ჰოპი დღევანდელი გამოსახედიდან რომ ან ძალიან მაგარი და გენიოსური გამოდის ან არ ვარგა აი საშუალო ვერ გამოდის და ამ ქართულ ენას რამხელა სიღრმეც აქვს ვეფხისტყაოსნიდან ჩანს პირველად პოეტური თვისებებით მე არის კიდე თამარიანი რომელშიც იდეალური რითმებია და კიდე ეხლა მე რევიც მახსენდება ეს სპონტანურად ალბათ იმ აღრთოვანების 3%-ია რასაც ვამბობ რასაც შინაგანად განვიცდი უბრალოდ ეს არის ის თემა რომლის ბოლომდე აღსაწერად თითქოს სიბრძნე ამყოფნის ჯერა როგორ რანაირად მოეხერხებინა შენი აზრით ეგეთი რაღაცის შექმნა თუ არის ერთი ადამიანი შექმნილი საერთოდ ეგეც უცნაურია ხო ანუ ადამიანის გენია თუ მაგ ხელზე მიდის რომ ეგეთი რაღაც წარმოიდგინო ხო თან უცებ აი სადღაც მე-12 საუკუნეში რაღაცა ეს კი თქვა რაღაცა ბუმი როცა იყო მეცნიერების ან რაღაცა იმ ეპოქას კი არ და იმით სადღაც ამოვარდნილი ეს ახლა ჩვენ აზრით ცოდნის მიღების ორი გზა არსებობს რა ერთი არის როცა სწავლობ და ეძიები და ბევრ რაღაცას ნახულობ მოგზაურობ წიგნებს კითხულობ და გარეთთვის შემეცნებით ხარ დაკავებული და მეორე არის რომ შეიძლება ბნელ ოთახში შეხვიდე და ისეთი რაღაცეები გაანალიზო რაც იგივე ან შეიძლება უკეთესი ხარისხის ცოდნაც მოგცეს რა ანუ ადამიანს ფიქრით შეუძლია გაიზარდოს და რუსთაველიც ეგეთი ტიპი მგონია უფრო მიუხედავად იმისა რომ განათლების საშუალება ხა მაშინ რეგიონშიაც იქნებოდა მას უნდა ქონოდა წესით მაგრამ თვითონ დედამიწა არ იყო ისეთ დონეზე განვითარების მაშინ რომ ეგეთი ნაწარმოებები ყოფილიყო ლოგიკური განვითარება ხო და ხალხის მზად უნდა ყოფილიყო რომ გაეგო ხო ხო მაგრამ და თან კიდე იქაურ პოლიტიკურ მდგომარეობასაც მოიცავს თამარის გამეფება როგორც მოხდა მაგაზეც არის ანუ იმდენ რაღაცაზე არის ერთად რომ არ ვიცი რა როგორ არის ეგ შესაძლებელი მაგის დაწერა და თან ეხლა ეს ChatGPT და AI ესეთ დონეზე რომ ვითარდება აი ხო ყველაფერი შეუძლია გააკეთოს მაგრამ მგონია რომ ვეფხისტყაოსნის მიახლოებულ ბანძ ვერსიასაც ერთლეველიანსაც კი ვერ დაწერს რა ხო ანუ თუ რამე არ შეუძლია გააკეთოს აი მაგალითად ნახე ესეთი რამე რო წარმოვიდგინოთ რომ დედამიწას რაღაც საფრთხე ემუქრება
რაღაცა მეტეორი ან კომეტა ან რაღაცა გვეტაგება, უნდა დავიხოცოთ და ChatGPT-ს ვეკითხებით, რომ დაგვიწეროს გეგმა, რომ ერთ თვეში კოლონიზაცია გავაკეთოს სხვა ქვეყანაში დღევანდელი რესურსებით. აი მაგას ბევრად მარტივად და ჩვეულებრივად გააკეთებს, ვიდრე ვებხის ხალხს დაწერს. ხო და უცნაური ამბავი არის კი. მაგრამ რა არის იცი რომ მაგის გამგები ხალხიც უნდა ყოფილიყო და რახან აქამდე შემოინახა ხალხმა. აი ესე დონეზე თქვა და მე 16 საუკუნეში რაღაცა რო წაიკითხა, გაიგებდა ყველაფერს შენი აზრით? თუ დღეს კიდე რაც უნდას დავაგროვეთ, კიდე ამითი კიდე უფრო ხვდებით რაღაცებს. კიდე უფრო ხვდებით, მაგრამ რადგან ეს ჩვენ წინა თაობებშიც და შეიძლება უფრო მეტადაც მაშინაც უყვარდათ პატივცემდნენ და საქართველოს იდენტობის ნაწილი იყო, მაშინაც ხედავდნენ ალბათ ან ზოგი კულტურიდან გამომდინარე, ზოგი რაღაცა საზეპიროოდან გამომდინარე, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო პატივისცემა სულ ქონდა. და ჩვენც ახლა კიდე რამდენიმე ადამიანმაც არ უნდა წავიკითხოთ და როგორც არ უნდა გავაანალიზოთ, სულ ჩვენებურ რაღაცას დავინახოთ რა. ჩვენებურ ღირსებას დავინახოთ მაშინ რაც ჩვენთვის ახლოს, ჩვენთან ახლოს არის. და ყველაზე მაგარი კიდე ჩემი აზრით ის არის, რომ როცა კითხულობ არის რაღაცა სიტყვები, რაც ძველია და აღარ ვიყენებს დღეს, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე აუცილებლად ხვდები, რას გულისხმობს. ეგეც ძალიან სიგიჟეა, იმიტომ რომ კითხულობ სიტყვებს, რომელიც პირველად გესმის და თან ხვდები სულ, რაც არის. ხო, მე სკოლის მერე არ წამიკითხავს და ეგეთი თვალით აღარ შემიხედავს მე. სკოლის მერე გახედოთ არ მინდოდა იქით ხო. თუ წაიკითხავ აი თანამედროვე განმოსახედიდან ახლა რო წაიკითხავ პირველ 5 წუთში მიხვდები რასთან გაქვს საქმე. საერთოდ არ ჭირდება ძალიან წაკითხვა. კი, გამიჩნდა სრული ნამდვილად რომ ისე ახლიან ვცადო. გროსა ხოლით ამოიყოს ენეტიკოთ მობარი ახსენე და მაგაზეც ხო გინდა ეგრატო გამოარჩიე. განსაკუთრებულად ეგრატო გამოარჩიე, იცი ადრე ვიღაც მეკითხებოდა რომ რამდენად თარგმნადია და რატო არ არის პოპულარული სხვა ქვეყნებში ისე როგორც საქართველოში. ან რატო ვერ იგებენ ისინი. და ისინი იმიტომ ვერ იგებენ რომ ვერ თარგმნი ესე. ანუ ეგეც ძალიან უცნაურია რომ თითქოს ჩვენს გენეტიკაზეა მობმული თუ რაღაცა შეიძლება ძალიან ისე ვამბობ. ფანატიკურად ჭრეს შეიძლება, მაგრამ მართლა ეგრეა რა, ანუ გველსა ყველა დამოიყვანს ენა თქვათ მოუბარი, ეგ ვერ ითარგმნება და თუ ითარგმნება, შეიძლება თარგმნო რაღაცნაირად მინახავს მაგის თარგმანიც, მაგრამ ის თარგმანი იყო დიდი, ანუ შეიძლება ნახევარი ფურცელი დაგჭირდეს ერთი ეგეთი რაღაცის ისე ასახსნელად, რომ აზრი სწორად გადაიტანო და თუ გადაიტანი კიდე მე ალბათ 16 მარცვალში მოაქციე. ხო. და ეგ 16 მარცვალიც რო დაუკარგო და მარტო ისე გადაიტანო, ეგეც კი სოფლიოში საუკეთესოდ აქცევს, მაგრამ ეს 16 მარცვალის ამბავი კიდე ისე ციგიჟია, რომ აი ძალიან ვერ განუმეორებელია რა. 16 რატო არის შერჩეული? არ ვიცი რატო არის. მე რაღაც ეგეთი მახსოვს, რომ ერთი ძალიან მარტო 15-იანი. ხო, ერთი არ არის მე მგონი, თუ შეიძლება ორიც არ იყოს, მაგრამ ეგ შეიძლება ან გადაწერის პრობლემა იყოს, ან შეიძლება რუსთაველმაც ეგრე დაწერა, მაგრამ ხო, მაგრამ აი 1600-ას რაღაცა არის და ერთი თუ არ არის, არა უშავს. პატარა შესვენება გავაკეთოთ სოკარის რუბრიკა, ჩვენი სპონსორის. შეისვენე და ის ენერგიით, ესეთი რუბრიკა გვაქვს და შენ როგორ ივსებ ენერგიით. ზოგადად ცხოვრებაში ხოლმე, ხო. ზოგადად ჩემი როგორ ვივსებ ენერგიით. ჩემი დასვენების და ენერგიით შევსების საუკეთესო მეთოდი არის, როცა რაღაცას ვთამაშობ, ვიდეო თამაშს და თან რაღაცა ლექციას უსმენ ან პოდკასტს. ეს 2 საათის გატარება ჩემთვის ნიშნავს თლიანად დარეფრეშებას, ენერგიით შევსებას, აზრების განახლებას და ეგეთ რაღაცებს. და ეგ არის ჩემი განკვეთვის საუკეთესო საშუალება. მე მიგეთებია ბევრი დრო გამიტარებია ეგრე.
ჩართული პოდკასტი და აქეთ ვიდეო თამაში. ოღონდ ვიდეო თამაში ისეთი ფიქრი რო არ ჭირდება. ხო, მექანიკურად რო აკეთო. ხო, რაღაცა ბიჩ ბაგი არის ერთი თამაში მქონდა ამოჩენებული რაღაცა ეს მულტფილმი მანქანებით და დარბიხარ და აბსოლუტურად სისულელი. საბავშვო თამაში, მაგრამ მაგას თამაშობდი ხარ. რაღაც მოსმენა თუ მინდოდა მაგას ვთავდი და ანუ თამაში ვიწყებდი და ისე უსმენდი. ეს უბრალოდ ძდომა და მოსმენა არ შემეძლო. თან მე მაგის საათებმა გატარებული იმ თამაშზე პირად ვიცი ყველა ტრეკი და მოსახვევი რა დებილი თამაშის. თამაშობ, მაგრამ ანუ რა არის, რატო ვიშვენებ, იმან დროს რომ როცა ორ რაღაცას ან სამ რაღაცას ვაკეთებ ერთად, მაშინ ვიშვენებ. თუ რაღაცა ისეთი მაგასაკეთებელი რაზეც ფოკუსირება მიწევს ერთ რაღაცაზე, ეგ ენერგიას მაცლის. და ამიტომ რაღაც ის მოსმენა მაგაზე ფიქრი და თან თამაში და თან ანუ შემიძლია რაღაცას უსმინო, თან რაღაცა ვითამაშო და თან კიდე საერთოდ სხვა თემაზე ვიფიქრო. და ამ დროს იდეალურად ხარ რა. რომელ პოდკასტებს უსმენ ხოლმე? თითქმის ყველას უსმენ. ანუ ეხლა იმდენია რომ ალბათ ყველას ვერა, მაგრამ ანუ თემის მიხედვითაც ამოგიხდება თუ რამდენიმე არხი გაქვს და იმას უსმენ ხოლმე. არის რამდენიმე პოდკასტი რა სადაც თითქმის ყველა ვიდეო მაქვს ნახი. შენ პოდკასტების ალბათ 70% ნახი მაქვს. მართლა? კი. მადლობა. ხო და არის პოდკასტები რომელსაც შეიძლება სტუმრის მიხედვით უყურო ან ზოგი პოდკასტია რომელიც მაგალითად სულ მაქვს ნახი. კიდე არის პოდკასტები რომლებიც რომელი ეგეთი? ეგეთი არის თავის დრო. მაგალითად თავის დრო კი. ეგ მაქვს ნახი. ახლა ბოლოს მეგონი გააჩერეს და კაი პოდკასტია. მაგრამ ნახი მაქვს. წარი პოდკასტს უსმენდი კიდე ეს ისტორიულ რაღაცებზე მომწონდა. კი. და ესეთი თემატური პოდკასტებიც მომწონს რა, რაღაცა თემას უცხოვრებს. ინგლისურადაც უსმენ ხოლმე. ინგლისურად იშვიათად უფრო. აი რაღაცა როგანის რაღაცა კონსპიროლოგია, ანუ ვიღაცა ეგეთი თუ ყავს, შეიძლება მაგას მოусვი. პირამიდები მაგალითად. ხო. ანუ უცხოპლანეტელები, საყვარელი თემა მაგის. კონსპირაციული თეორიები მიყვარს კი გასართობად. ის ამბობი თუ შემასკენი მეაქცია ყურადღებას რაღაც ახალი მეტეორი გვიახლოვდება და რაღაც უცნაური ფორმა რო აქვს და რო იძახიან რა იმას გავს. და მარშრუტი აქვს ძალიან უცნაური. ხო. ანუ სერფინგს აკეთებს. აი ხა იყო ბოლოს ჯოროგანთან ერთი ასტროფიზიკოსი იყო, ის ყვება რომ რაღაც უცნაურობები ხდება, არა ჩაულებრივად არ მოძრაობსო. და ტრაექტორიას ხსნიდა. ხო და სერფინგს აკეთებს რა და ის სერფინგის აკეთება კოსმოსში არ არის კომენტარ რო აკეთებდეს მაინც და მაინც და ამიტომ უცნაურად ითვლება. სერფინგი არის ანუ ცივი სხეულის გრავიტაციას რო იყენებ ასაჩქარებლად და მიმართულებში დაცვლილად. აი მაგალითად ეს კოსმოსში არ არის წინაღობა და რა სიჩქარესაც აკრებ, სულ იმ სიჩქარეთ მიდიხარ. და თუ გინდა რომ სიჩქარე გაზარდო, მაგისთვის ან რაღაცა უნდა გამოიყენო საწვავის მსგავსი ან სერფინგს ეძახიან ესეთ რაღაცას, რომ არის ციური ობიექტი და ესე მიდიხარ, ყველა ციურ ობიექტს მასიდან გამომდინარე შესაბამის მიზიდულობა აქვს და ესე მისი მიმართულებით სიჩქარეს კრებ, მაგრამ ისე ახლოსაც არ უნდა მიხვიდე რომ ჩავარდე და ესე უნდა აისხლიტო თითქოს და მე ესე რაღაცა სიჩქარე რაც მასთან მიახლოების დროს მოგემა და ის მე ის არ გაჩქარებს და მაგრამ ისე არა რომ მიგიზიდოს ბოლომდე და ანუ ჩავარდე მაგრამ ის მომატებული სიჩქარე რჩება მაგას მე კიდე მომდევნოებზე აკეთებ ესე და სერფინგი იმიტომ ქვია რომ ესე დალივლივებ და ეს რაც გვიახლოვდება ეხლა მასე დადის ხო ჩვენც ხო თანამგზავრებს ესე უშვებთ ჩვენც ეგრე უშვებთ კი როდ მაგის ვიზუალიზაცია რომ ნახე ეს ცოტა შოქში ვიყავი ანუ ესე წარმომედგინე რა და ის რომ მიდის და უცებ თუ არის აჩქარეს მე რაღაც მარსზე უნდა გადასულიყო იმას დადრეალებულიყო კიდე გაისროლა და ეს გაიქნიეს კი თანამგზავრის სადღაც ხო და ეხლა რაღაცა ვოიაჟერით რაღაც 60,000 კილომეტრით ხო კიდე რაღაცას აღწერდა რომ კუდსაც ასტოვებს კომეტა ანუ ის უნდა კონდეს რაღაც მზის საწინააღმდეგოდ როგორც ყველა კომეტას თომას პირიქით აქვს და რამდენიმე დეტალი ახსნა რომელიც და ახლოსაც უნდა გაგვიაროს წესით ხო ზესთან ახლა ჩაივლის და მე ჩვენთანაც ნახოთ რა იქნება მე აღარ გამიკვირდება მაგრამ ახლა ნახე ეს AI რო ესე განვითარდა ეგეთი რაღაცები რაც მთლიანად ხელის შემცვლელი შეიძლება აღმოჩნდეს რაღაცა საკითხთან მიმართებაში AI-ის ასეთმა არსებობამ ყველაფერი გააუფასურა და აღარ არის
მაგალითად ხა რავი უცხოპლანეტელის ვიდეო რო გადავიღოთ ესე არავინ არ დაგვიჭერებს ხო კი ხო მეც რო არის ხოლმე ისა როგორ რანაირად მოხდა რომ ვერანაირ გადაიღო გამოჩენა უცხოპლანეტებს რავი რო გაჩვენო რა აზრი აქვს რომ სადაც თუმცა აი ფინალებში დაჟე და გადავიღოთ და იჯერებ რა ვერ დაიჯერებ ხა მე გავაკეთებ ეგეთ ვიდეოს აწუჩი და ხელოვნური ტექნიკა ჩემი პრემიერის ცოდნის სკილებსაც გამოვიყენებ რომ რაღაც მიახლოებით გავაკეთო არა წარმატებულად გავაკეთებ ხა რა ო ან 4 კაში ბოლო იყო კიდე უცნაური ეს კონგრესში ხარ ხოლმე მოსმენები და კონგრესმენებსაც აბარიათ ეს საკითხი რომ კონგრესმენი იყო მე მგონი რომ რაც კი მასალები არსებობს ამერიკის თავდაცვის სისტემაში რომ უცხოპლანეტელებზე გამოიკვლიონ ერთი გამოვიდა თქვა რომ კიო კაცო აგერ საწყნარო ეკენებს კერზე ცხოვრობენ უცხოპლანეტელებიო და ისა რაღაცა ისინი აქვთ თავის ხომალდები ამოდიან ჩადიან რომ კონგრესმენი იძახის და ეგ ნორი ამბავი არის ეგ რო დაიწყო შაშა მე მგონი ხო ეს უფო ამბები რო იყო გენერალ რამდენიმე გენერალმა და ფრინავი სამხედრო ფრინავმა რო დაიწყეს ის ინტერვიუს მიცემან თუ რაღაც კონგრესში რო იყო მოსმენები რომ აი წყალში ჩადის და ამოდის ხომალდი და ხედავთ და გიждდებით და რო ამბობთ მე სამსახურიდან გვაგდებენ და ალბათ თუ არ თქვით რა ვქნას და რაღაცეები არის რავი იმის მე ხო გძალდება ისევ ეგრე კი ხო ეს ხახას იყო ეს წყალოკეანეში ცხოვრობის კერძე ცხოვრობენ გამოცხადა ჩაულებრივად გვაქვს მაგის მონაცემები რომ იქ არიანო რა აქვთ რამდენიმე წყალქვეშა რაღაც ხომალდი თორიც რა ქვია და არიან აქვთ დედამიწაზე აი ეს დააბრე ხო პირდაპირ მოიპატიოს იქ ხო იმე აი ჯოროგანთანაც იყო და ლეგს ფრიდმანთანაც იყო ის ფრინავი თვითონ ის წყვება რომ დაინახა და ძალიან ისეთი მოსასმენია რა თვალ ბოლომდე ვერ დააბრალი რომ წყვება დაჯერება ძნელია მაგრამ ვერც წყულს ვერ დააბრალი ბოლომდე რა და ამ დედამიწაზე იმდენი რაღაცა ეგეთი რაც არ იხსნება ისე რომ მე ყველაფერს აძლიერებს ეგ აი ირლანდიაში თუ სადღაც ბრიტანეთისკენ რო არის მინდვრებზე რო არის ნახატები და მარტო ვერტფრენიდან რო გამოვიგონით მე რო შევამჩნიეთ იმიტომ რომ ესე იქ რო დგახარ ვერ დაინახავ ზედა კადრიდან ჩანს ეგეთი რაღაცეები ძალიან სიგიჟია რა ხო ანუ ადამიანს რომელსაც არ ქონდა ვერტფრენი და დრონი ჰექტარობით ტერიტორიაზე გაშლილ ნახატს როგორ დახატავდა რა ან თუ დახატავდა რა თუნდოდა ვინ დაინახავდა ხო როგორ მიხვდი გამოგივიდა თუ არა ხო აი ქვევით გახარ შენ ანუ იმ ნახატაზე ქვემოთ ხარ კიდე რა ფაქტიურად ხო უცნაური არის ძალიან ხო და ეგეთები ძალიან ბევრია თან ეგეთი უცნაური რაღაცეები კი ხო და ნუ არ გამიკვირდება რო გითხრა გამიხარდება გამოჩენა თუ არა ალბათ მაინც ჯობი არ იყვნენ ხო იმიტომ თუ გამოჩნდნენ რა დიდი ალბათობით ჩვენზე ბევრი ძლიერები არიან ჩვენამდე თუ მოვიდნენ და ან თუ გამოჩნდნენ და ჩვენამდე თუ მოვიდნენ ჩვენზე იმდენად ძლიერები უნდა იყვნენ რომ ანუ ჩვენ არც უნდა შეგვებწო შეიძლება ვიყოთ შეგნების დონეზეც ბევრად წინ უნდა იყვნენ ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ რავი რაღაცა ჭიანჭველების ბუდეს როგორც აღვიხამთ მაგაზე უფრო დიდი განსხვავება იქნება მათსა და ჩვენ შორის ხო წესით კი ეს ეგრე უნდა იყოს აი მასე საუბრობთ ვიფხის ყავსნეს რანაირად დაიწერა და როგორ შეიძლება ყოფილიყო ეგეთი თეორია გამახსენდა არსებობს რომ თუ სამყარო არის უსასრულო მაშინ ყველაფერი შესაძლებელია რომ მოხდეს და შესაძლებელია ასევე რომ არსებობდეს 50000 დედამიწა ოღონდ რაღაც მცირე სხვაობით ხო მაგრამ მოისა პარალელურ სამყარო კი არა ჩვენივე სამყაროში რა თუ აქ მზე აფეთქდა და ესე დაალაგდა პლანეტები და მე ეს გამოიწვია იგივე შეიძლება სადაც მოხდარიყო და უსასრულო შესაძლებლობები არსებობს რა და ესეთი მაიმუნის და საბეჭდი მანქანის თეორია თუ გაიგია კი რომ უსასრულო დროში საბეჭდი მანქანის და სულ რაღაცა კრიფოს იქ ლაპარაკია რომ შექსპირის რომელიმე იმას დაწერს და ვეფხისტ ყავსანს დაწერს შენი აზრი უსასრულო დრო მიწე მაიმუნს ანუ რენდომად ურტყას კლავიატურაზე და მე საბოლოოდ ოდესღაც შეიძლება დაждდეს ისეთი კომბინაცია ისეთი თანმიმდევრობით დაარტყას რომ ყავსანი დაიწეროს. ახლა ესეთი კანონი არსებობს კვანტურ ფიზიკაში ძირითადად რომ რისი მოხდენის ალბათობაც არსებობს ყველაფერი მოხდება აუცილებლად. თუნდაც მე მილიარდედი ან რაღაცა მე გუგლედი ის იყოს მოხდენის ალბათობის შანსი. მაგრამ გაშერა დროში და სამყაროს არსებობის დრო არ იქნება საკმარისი მაგისთვის და კიდე რამდენი უსასრულობა დაჭირდება გაცმარეთის
ანუ ძალიან თუ სამყაროს სახეში გულისხმობ რომ მე ოდესღაც გაცივდება ეს სამყარო და ყველაფერი მიილევა ხო მაგას გულისხმობ უფრო ხო მაგრამ შემდეგი დიდი აფეთქება იქნება თუ რაც იქნება მაინც ეს ყველაფერი ესეც ჩათვალა მოსასრულობაში რა თუ რაღაცა არის რაღაც კანონზომიერება არსებობს ის გამოც დაიწერა ფოს ტყავსანიც და ანუ ყველაფერი დანარჩენი რა ანუ კითხვა იყო იცი რომ რაღაცა შენი ხედვით რა ეს მართლა ყველაფერი ესეთი რენდომი არის და ქაოტური არის და უბრალოდ შემთხვევითობაზე არის ყველაფერი თუ რაღაცა ლოგიკა მაინც არსებობს რა ვიღაცის ხელი ურევია ანუ იმდენად ვიღაცის რაღაცა ლოგიკის ესე რომ შევხედოთ ცოტა შორიდან იმდენად ყველაფერი გათვლილია პროცენტებში ჩვენს არსებობას რაც განაპირობებს ეგრე შემთხვევით მოხდეს აი მაიმუზე ხომ მკითხი ახე მოდი მე გკითხავ მაშინ ესეთ რაღაცას Boeing 746 თუ რაღაც ძალიან დიდი Boeing-ი როა ეგ რო აიწყოს შემთხვევით ცნობიერის გარეშე ეგ თუ არის შესაძლებელი თავისით მოხდეს ხო ერთ დღეს ხო ისე აი ჯუნგლებში გაიარო და მიდგეს Boeing-ი სკამები მონიტორები ყველაფერი ქონდეს როგორც Boeing-ს რა ხო ანუ თეორიულად მაგ შეგაკითხვაც დამიშვი და პასუხი არის რომ რისი მოხდენის ალბათობაც არსებობს ყველაფერი მოხდება დროის რაღაცა კონკრეტულ მომენტში წესით Boeing-იც უნდა აიწყოს მაგის მიხედვით მაგრამ თან ძალიან ძნელი წარმოსადგენია რომ მაგაზე თქვა რომ კი აიწყობა ხო ოდესღაც დედამიწამ რო იარსებობს აი მარსზე ხო მარსზე ხარ რომ ცივილიზაცია არ არსებობს და არც გაჩნდეს უცებ იმ ტვერში Boeing-ი თუ გამოიძერწება ხო რომ რამდენი მინერალი ერთმანეთში უნდა გადაიდოს კინა პლასმასი ინტერნეტი კაბელი რაღაცა რავი რომ მე Boeing-ი კონდეს რა ხო მინა და ეგ თუ შესაძლებელია, მაშინ ვეფხის ხავსანაც შესაძლებელია. შესაძლებელი არ არის, ხო, მე ვიტყოდი რომ არის შესაძლებელი, ხო. ხო, და ეგრე არის. აი მაგალითად ძალიან საინტერესოა კიდე დედამიწაზე მაგალითად წყალი როგორ გაჩნდა. ეგ და ანუ ეხა ეს დიალოგი რაღაცა რომ მოჭრას TikTok-ად რომ ლაპარაკობთ მარტო იქიდან სადაც ერთი წუთი ადრე რომ დაიწყოს. მაგარი მოსე არ ლაპარაკობ ჩვენზე კარგად. თქოთ არა მოჭრათ მარტო ეს კონტექსტის გარეშე. თორეზე Boeing-ი თავისით გაჩნდება თუ არა. აი ახლა დედამიწაზე წყალი როგორ გაჩნდა ეგაა ძალიან უცნაური და ყველა ალბათ სხვანაირად გონია რა. ეს ბიოლოგიურად ფიზიკაში ან ბიოლოგიაში რა ისწავლება როგორ გაჩნდა რა ან NASA-ს ინფორმაციით როგორ მოხდა ან ცაში რომ ხედავთ რომ კომეტა იწვის ეგ არის დიდი ალბათობით კი არა უმეტესობა არის გაყინული წყალი რომელიც ესე მოდის და დედამიწაზე ვარდება რა სულ ვიფიქრებთ და ესე კოსმოსში არის სულ უდიდესი ოკეანეები რომელიც გაყინულ მდგომარეობაშია და ესე აისბერგების ფაქტობრივად ჩამოვარდნით და ჰაერში დაწვით მილიონობით წლის მანძილზე დედამიწაზე ეს წყალი დაგროვდა რაც გვაქვს. ანუ წყალი არის ფაქტობრივად კოსმოსში გაბნეული მატერიალი, რომელიც ჩვენი შემადგენლობის უდიდესი ნაწილია. და აი წეგან უცხო პლანეტებს ვლაპარაკობთ, მაგაზე გამახსენდა ეს ყველაფერი, რომ აქაც კი რაც არის, ყველაფერი უცხო პლანეტურია. დედამიწაზე რა მატერიალებიც არსებობს, მთელი კოსმოსი მაგისგან შედგება აქ. აი მაგალითად სპექტროსკოპით რო გახედავ და რასაც ხედავ, ის ტექნოლოგია გვაქვს, მოკლედ რასაც ხედავ ბიოლოგიურ შემადგენლობას რო იგებ ყველაფრის ზედმიწევნით კარგად. და ყველა პლანეტაზე ისეთი რაღაცეებია, რაც აქაც არის. და უფრო მეტიც ისეთი რაღაცეებიც ყოფილა, აი მაგალითად ჰელიუმზე გამახსენდა, რომ ჰელიუმი ჯერ ისე აღმოვაჩინეთ, რომ ფიზიკურად არ ქონდა. და 27 წლის მერე აღმოჩენიდან, თუ სწორად მახსოვს, შემდეგ უკვე აღმოვაჩინეთ დედამიწაზე. თავიდან აღმოვაჩინეთ მზეზე. იმდენად განვითარებული ტექნოლოგია, როცა რაღაცას ხედავ, იმის შემადგენლობა რო გაიგო და თან გაახლოებით 100 წლის წინ მოხდა. ეხლა იქამდე მივიდით, რომ ჰელიუმის ის გვაქვს ბუშტები და ხმას ვიცვლით. მაგრამ ესე რაღაცა საერთო აქ მისთვის რო შევაჯამოთ
დედამიწაზე რა მატერიალებიც არსებობს, კოსმოსშიც ეგაა, წყალი კოსმოსშიც არის. და ის კითხვა უკვე რამდენად რეალურია, რომ ეს ყველაფერი ესე შემთხვევით მომხდარიყო, ეს ყველაფერი მაგაზე პასუხს მაინც არ გვაძლევს, უკვე ადამიანიდან გამომდინარეობს რა რწმენის არის, წამსის არის თუ საერთოდ როგორი ხედვა აქვს ამ სამყაროზე. ხო, მან უცნაურობა ის არის, რომ თუ დაიჯერებ შემთხვევითობაში გილია დაამტკიცო და შენ თავს დაამტკიცო და თუ დაიჯერებ რა არის, ეგეც შეგიძლია შენ თავს დაამტკიცო რა, იმდენად ბუნდოვანი არის რა, ყველაფერი და იმდენი რაღაცა არ ვიცით კიდე. ხო, ანუ თან არაფერი არ ვიცით და თან ყველაზე უცნაური ის არის კიდე რომ მაგალითად რა პროპორციულობითაც არის გადანაწილებული კოსმოსში სივრცე და მატერია, იგივე პროპორციულობით არის გადანაწილებული პატარა სამყაროშიც რა. აი მაგალითად მზე რო არის და მეორე ვარსკვლავი რამ ხელა მანძილზეც არის. ეგრე არის ჩვენ თუნდაც ჩვენ ორგანიზმში რაღაცები ერთმანეთისგან დაშორებული, ეს თითროვადებს ერთმანეთს. ხო. ეს თითის მიდევა არ უნდა არსებობდეს რა, იმიტომ რომ სიცარიელია მიკროსკოპში რომ ძალიან ჩაურბამდები. ანუ არ უნდა ადებდეთ თითს ერთმანეთს. ხო, ნუ მოლეკულები და ატომები და ატომის ბირთვი და მოლეკულაში ატომებიც ეგეთ მანძილზე არიან დაშორებულები ერთმანეთთან, ხო? ანუ ხო, მაგალითად ატომში ატომ ბირთვი არის 30000 ჯერ პატარა, მე თუ სწორად მახსოვს რიცხვები, ვიდრე თვითონ მასა, მაგრამ ის მასა სიცარიელია და ის მასა არის ელექტრონის პოტენციური არსებობის ადგილი. სადაც ესე რჩება რა და პოტენციური არსებობის ადგილებით ეხება თითქოს ყველაფერი ერთმანეთს, სადაც ძალიან სიგიჟეა. ეგეც აუხსნელი არის, ეგ როგორ ხდება. ხო. რაღაცა სიმულაციაც ალბათ, სიმულაციის თეორიაც, მაგრამ თითქოს უყარი არაფერი არ არის რა. გონია უყარი არის, მაგრამ არაფერი არ არის. არაფერი არ უნდა იყოს შეერთებული წესით. ხო. კი, უცნაურია ძალიან. მე თუ ესე რამდენჯერაც ფიზიკოს მიყოლი იმისთვისაც მიკითხავს და აი ამ კითხვაზე მაინც ვერ მივიღე ამოწურე პასუხი, ან მე ვერ ვგებულობ რომ იხსნიან კარგად რა, რომ სამყარო უსასრულოა თუ არა რო ფიქრობ. რო ჩაყვე ძირამდე მატერიას. ხო, სულ ქვედა საფეხურზე რო ანუ რაღაცა პირველივე საფეხურზე რო დაიწყებ, რომ ფიქრობ აი ეს საფეხური რატო არის ასეთი, იმიტომ რომ შედგება რაღაც ნაწილაკებისგან, მისი ქვედა საფეხურისგან. ანუ ყველა საფეხურს როგორია ის განსაზღვროს მისი ქვედა საფეხური. მაგალითად, ნებისმიერი მატერიის სტრუქტურა ასეთი, იმიტომ რომ ესეთი მოლეკულებისგან შედგება. მოლეკულები რატოა ესეთი, იმიტომ რომ ესეთი ატომებისგან შედგება. კიდე ქვევით ჩახვალ ატომები რატოა ესეთი, რომ ამ თვისებას აძლევს, იმიტომ რომ ამდენი ელექტრონი აქვს, მასა ესეთი აქვს რაღაცა. იმას რატო აქვს ესეთი, სულ რო ჩადიხარ ქვევით ის რატოა ესეთი, ამაზე პასუხი არის ქვედა საფეხურში, იმიტომ რომ შედგება ამისგან. ხო. ხო და ესე რომ გაყვე ბოლომდე, შეუძლებელი მგონია რომ რაღაცა საფეხურის მე არაფრამდე მიხვიდე, იმიტომ რომ მაშინ ეს საფეხური ამ განსაზღვრა რა, სულ ბოლო. ხო. ანუ ესე იგი სულ მიდიხარ სადღაც. ხო და ქვემოთაც ეგრეა და ზემოთაც ეგრეა და ჩვენ ვართ სადღაც შუაში და ეგ ძალიან უცნაურია რომ ეს მაქსიმალური ქვემოთა და მაქსიმალური ზემოთა ძალიან ერთნაირია. ხო, მაგრამ თან ხო არის რომ ანუ უსასრულო, მაგრამ რო ფიქრობ როგორ შეიძლება უსასრულო იყოს, ვერ მიდიხარ ბოლომდე, მაგრამ თუ ბოლომდე ვერ მიდიხარ, რანაირად შეიძლება საერთოდ არსებობდეს რა, ეგ უკვე ეს არის. ეგ იმას გავს აქილევსის და კუს პარადოქსს გავს. როგორ არის ეგ? მაგალითად აქილევსი და კუ რო შეეჯიბროს ერთმანეთს სირბილში. აქილევსი იმიტომ მოყოლენ როგორც სწრაფად მორბენალი. და ოღონდ კუს რო ქონდეს ფორა, მაგალითად კუს აქვს 10 მეტრი ფორა და 100 მეტრზე ეჯიბრებიან. ანუ მათემატიკურად სად არის პარადოქსი, რომ აი კუ ხო ცოტა წინ დგას, როცა ერთად დაიძრებიან, აქილევსი ხო დაეწევა და აქილევსი რამდენჯერ მივა იმ ადგილზე, სადაც კუ იყო. ეგ რომ მათემატიკურად გამოსახო, ნულამდე ვერ მიდიხარ. ამიტომ პარადოქსი რეზოს ვერ დაეწევა. ხო, ამიტომ აქილევსი ვერ ეწევა კუს, მაგრამ ესე რომ შეაჯიბრო, ეწევა რა. ხო. და მათემატიკურად რამდენჯერ მივიდა კუს ადგილამდე. ესე რომ გამოსახო, ამდენი მეტრით მივახო და ამდენით, ნულამდე ვერ მიხვალ. ხო, მივხვდი ეს თამ. განსიგიჟე. ხო, ძალიან უცნაურია და შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცას მე რო აქედან რო ვკვირდები, შენი ტვინი როგორ გატყუებს და რაღაც გონია რომ მოცემულობა და ესე უნდა იყოს და მე ყოველდღეს მიაქცევ და საერთოდ მოიცა საერთოდ ეს რატომ უნდა იყოს და რატომ გონია რომ ესე იყო რა და ამ დროს ჩვენი ტვინი ძალიან ბევრ რაღაცას გვაჩვენებს რაღაც კონკრეტული ფორმით.
ხო. და ამ დროს სამყარო ვაფშე საერთოდ სხვანაირია რა. ადრე მაგის გამო დავიწყე ოპტიკური ილუზიებზე ვიდეოების გადაღება 1-5-6 ეპიზოდი გადავიღე და კი მე ოდიოდი შევამოწმე ჩენელზე ყველაზე ბევრი ნახვადი ვიდეო არის ეგ ოპტიკური ილუზიებზე როგორ რაღაც 9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. კი და როგორ სიგიჟია ოპტიკური მაშინ აი ცხოვრების რაღაც ეტაპზე რაც რომ მაინტერესებს მაგაზე ვიდეოებს ვიღებ მე ეხლა ბევრი ნახვა ქონდა სულ მაგრამ 100,000-ზე ცოტა არ ქონია არასოდეს რაც გადავიღე მაგრამ ეხლა აღარ მაინტერესებს იმდანაც აღარ ვიღებ მაინც ნახვების გამო და აი ოპტიკური ილუზია არის ყველაზე მაგარი მაგალითი ალბათ ჩემთვის ესე იყო რომ მივხვდეთ ჩვენი გონება როგორი ტიპია რომ აი ორ რაღაცას თუ დადებ ცოტა სხვანაირად და ერთი შეიძლება ძამ იცოდე რომ პატარა მეორესთან შედარებით შენი გონება გეუბნება რომ მაგალითად ტოლები არიან ან ეს პატარა უფრო დიდია და ამას რო აკვირდები გონებაში როგორ ხდება მაგის ტრანსლაცია ეგ ბევრ რაღაცაში მე ცხოვრებაში გეხმარება რომ რაღაცები აღიქვა ისე აი მაგალითად რაღაც არაბუნებრივს როცა ხედავ შენი გონება ამას ბუნებრივად გაჩვენებს რა თითქოს თარგმნის რომ გასაგები იყოს ხო რაღაცა ენაზე გელაპარაკება ეხლა ხშირად ხდება ორი ბატარეა რო არის თუ შეგხვედრია ესე და ფურცელზე დევს და ესეთი ხაზები აქვს ესე რა ერთი ბატარეიდან მიდის მეორესკენ მაგრამ ეს გონია რომ პატარაა და ეს დიდია, მაგრამ ეს ერთმანეთთან რომ მიაქვს ტოლები არის, უბრალოდ რაღაც ხაზები იყო დახაზული, რაც გაჩვენებდა, რომ ანუ ეს ზემოდან გადაღებული და ორი ბატარეა არის რა. ხო. მოსე დარწმუნებული ხარ უყურებ, რომ ერთი ბევრად დიდია ვიდრე მეორე. მაგრამ ეს ახლოს რომ მიაქვს ერთმანეთთან თანაბარი არის რა. ბანანებზე არის კიდე ეგრე. ბანანები ესე ხო არის რამდენიმე ცალი ერთად რო იყიდება. და აი რომელიც ეს ერთ შეხედვით პატარა გონია, შეიძლება ყველაზე დიდი იყოს. იმ ხუზეუს ბანანში რა. ხო, იმათთან შეფარდებით აღიქვა, ხო? ხო. კიდე ანუ ძალიან ბევრია ეგეთი საინტერესო რამე. ჭადრაგზე არის კიდე ძალიან საინტერესოები, აი ვიდეოშიც მაგ. აი ჭადრაგის დაფა არის და ერთი ფიგურა შეიძლება ისე იყოს შვაში, რომ მთელი ნახევარი დაფა გონია სხვა ფერის. და ისე აუცილებლად სხვა ფერისაა, მაგრამ ფოტოშოპში რომ შეიტან კოდის დონეზეც კი ერთი და იგივეა. ხო. ხო, კიდე ეს კაბაზე რო იყო ადრე იყო ლურჯი კაბა რო იყო თვალწოლებით. ხო, კაბა გახდა ის ყველაზე ცნობილი კაბა. ხო. კი ერთი მოიცავი რუპერტ შელდრეიკი თუ რაღაცა არ მეშლება ეს მეც ეხლა აქტიური მეცნიერი არის ხშირად არის პოდკასტებში და ეს ამტკიცებს რომ სიმულაცია არის რა სამყარო და იმიტომ რომ რასაც ჩვენ ხედავთ ადარებს იმას კომპიუტერის დესკტოპს და ინტერფეისს რა ესეთი ინტერფეისი გვაქვს ტვინში და ეს აღუქვავთ სამყაროს მაგრამ საერთოდ სხვანაირი არის სიამდვილეში და უბრალოდ ეს ჩვენი ეგ დიალოგი იქამდე მიდისო ცნობიერი უფრო ფუნდამენტურია თუ მატერია რა და ის ამოსაც ცნობიერი უფრო ფუნდამენტურია იმიტომ რომ ცნობიერი რაღაცებს გვანახებს ისე რომ რაღაცებს ან ჩვენი ტვინი გვანახებს ასეთ სამყაროს თუ სიამდვილე საერთოდ სხვანაირია და რაღაცა როგორც კომპიუტერის პროგრამა არის ნულები და ერთებით ესე შედგება სამყარო სიამდვილეში რა ხო და აი თან მათემატიკას ექვემდებარება ყველაფერი და მაგის თქმის საშუალებას თითქოს მათემატიკა გიმყარებს, რომ ყველაფერი მათემატიკურ ენაზეა დაწერილი და ფორმულებში იძლება და იდეალურად არის მაგ ყველაფერში. თან ჩვენი გონება ისეთ რაღაცებს აკეთებს, ისეთ რაღაცებია ჩვენში ჩაწერილი, რომ აი ეგეთი, ასე ვთქვათ, პროვოკაციული თეორიები, თუ შეიძლება ეგრე დავარქვათ, რამდენიც არ უნდა ააწყო ესე მსჯელობის დონეზე ძალიან ბევრი არგუმენტს მოიყვან მაგათ გასამართლებლად ყველაფრის, იმიტომ რომ ყველაფრის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა რა. აი, მაგალითად ძალიან კაი მაგალითია კიდე ეს რაღაც სადღაც ადრე მოვყევი, მაგრამ კიდე მოვყევი. ის ვისაც არ მოსწონია. აი მაგალითად მანქანაში ავტოგერევა გული. ხო. აი ძალიან სიგიჟე არის ეგ რა. აი შენი აზრით თუ გახ მაგაზე რამე წარმოდგენა. არა ხო მე არ მქონია ეგ პრობლემა და. ხო აი არ მიფიქრია. აი როგორი რაღაცა ნახე ჩვენ ორგანიზმს აქვს რამდენიმე გადარჩენისთვის აუცილებელი თავდაცვის საშუალება. მაგალითად ერთ-ერთი არის ღებინება, როცა ადამიანები ადრე ხო იყო ეს საჭმელი განვითარებული, შეიძლება სოკო შეეჭამათ, შხამიანი ან მცენარე რამე და თუ ორგანიზმი ჩათვლის რომ რაღაცა შხამიანი მიიღე ან ცუდი ღებინება გვაქვს ბუნებრივად, იმიტომ რომ ამოიღო და გადარჩე რა. ასევე კანკალი, როცა ნერვიულობ კანკალი რო გემართება, როცა იყინები კანკალის დროს ხურდები პირიქით.
ასევეა სიცხე, მაგალითად, როცა რაღაც მიკრობი შემოგვივა, ტემპერატურას წევს ჩვენი ორგანიზმი, რომ ის უცხო რაღაცეები დაიხოცოს და მე ჩამოწევს ისევ. ამიტომ სიცხის დამწევის მიღება ყოველთვის ესე პატარა სიცხეზე არ არის რეკომენდირებული ხოლმე. და მანქანაში როცა ვზივართ და გული გვერევა და მე წინ გადავჯდებით და აღარ გვერევა. ეგ იმიტომ ხდება, რომ როცა ერთ რაღაცას უყურებ მანქანაში, შენი აღქმის ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ერთ ადგილზე დგახარ. და თან ხმაურით, ჯაღჟაღით, რაღაცეებით სხვა ორგანოები გეუბნება, რომ მოძრაობ და შენი დანახულიდან და კიდე სხვა სმენიდან და სხვა რაღაცებიდან მიღებული ინფორმაციები ერთმანეთს არ ემთხვევა და იბაგება და თავს თავდაცვის ფუნქციას რაც არის ღებინება, რომელიც არასწორი თავდაცვის ფუნქციაა საერთოდ. არის ის რომელიც ჩართოს და არის ის რომელიც ჩართოს და მაგას რთავს და მე წინ თუ გადაჯდები აღარ გერევა გული, იმიტომ რომ დანახულიც ემთხვევა უკვე და ყველაფერი კარგადაა. ვა, მოკრევა. და ესეთი უცნაური ისაა რა, რომ ანუ ჩვენს ხელში ეგეთი რაღაცები არის, ჩვენს ხელმა იცის როდის რა უნდა ქნას, მაგრამ ეგეთ მანქანას ეხა როა შეცვლილი რომ მილიონობით წელი მანქანა არ ქონია, მაგას ეხა ვერ დაეწია რა. ხო. და მე დრამინა უნდა დავლიოთ. კარგი, ხო თუნდაც ის ფაქტი რომ აი კიდევ ვერ დადგინდა ფერებს ერთად დავუკვოთ თუ არა. ხო, ან ფერი რაგულობს ცეთავს ხედავ ეგ წითელია თუ შენ შეიძლება წვანეთ ხედავდი იმას ასაც მე წითელობთ ერთ სეგმენტში ეხლა მე მაქვს ეგეთ შემთხვევა ეხლა ვაკეთებ სეტაპის განახლებას რა რაღაცები შევცვალე ჩემ სეტაპში თავიდან ბოლომდე და ერთ-ერთი სეტაპი იწერ ვიდეოებს ხო კომპიუტერი კამერა ხო ყველაფერი და მაგიდაც ამ სეტაპის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და ეს მაგიდა მაჩუქეს და ეს წინ ჰიტა აწერია და რაღაცა და არის მწვანე და რა სტუმრები ყავდა რამდენიმე დღის წინ და მეუბნებიან ვა უბრალოდ ტყვითელია და რა მაგარი მეუბნებიან ვა რა მაგარი მწვანე მაგიდა გაქვს და მეთქი არ მაქვს მწვანე მაგიდა რა ტყვითელი მაგიდა მაქვს და რამდენი ადამიანსაც ვეკითხები დაახლოებით 50-50-ია მწვანეა თუ ყვითელია და მეთქი ბოლო ამ მაგიდაც ახლა ფოტოს გადავიღებ კომუნიკში დავდებ იქ და ხალხმა აირჩიოს მწვანეა თუ ყვითელია და 100,000 ადამიანი უპასუხებს და მაინტერესებს რომელია მართლა. რატო ხდება ეს ვერ ახსენე? ანუ ცოტა განათება ურტყავს ისე თუ ანუ ცოტა ელექტრიკი მწვანეა. ხო. მაგრამ მწვანეა რა. მაგრამ აი უფრო მეტი ადამიანი აი ხა მე მწვანე თქვი ანუ ყვითელი უნდა მეთქვა. ანუ მე ყვითელს ვფიქრობ. მაგრამ ბევრი ადამიანი მწვანეს ფიქრობს. აი იმ კალაზე რაც ხდებოდა და ზოგი ადამიანი ფერებს საერთოდ სხვანაირად არსებობს რაღაც დაავადებები კიდე რომელიც სხვადასხვანაირად აღიქვამს. ანუ არსებობს კიდე დაავადება, რაც ადრე მაგ თანახით დოკუმენტურ ფილმში, სადაც ადამიანი ხედავს ორდეში. ხო. გაგია ეგეთი რამე. არა. წარმოვიდგინე რა სიგიჟეა რომ ყველაფერი გეგონოს ესე ბრტყელი რა. როგორც მარიოა, ეგრე რო მარიოს რო თამაშობდა 2D თამაშები რა. სივრცეს ვერ აღიქვამდი, ხო? ხო, სიღრმეს ვერ აღიქვამდი. ხო. და ეგეთი ადამიანები მანქანასაც ატარებენ და უშუალოდ ჩვეულებრივად ცხოვრობენ, მაგრამ საერთოდ სხვანაირად ხედავენ სივრცეს. ვა. და ფერები კიდე მაგასთან შედარებით ძალიან მარტივია. რაში გამოიხატება რომ დაავადება რა შეუძლიათ. თუ მანქანას ატარებ ურდეში რო ხედავდი ყველაფერს და მანქანის ტარება მაინც შეგეძლოს, ესე იგი ყველაფერი შეგილია. ანუ აღქმა არის ყველაზე დიდი ამბავი რა. ანუ შეიძლება ისე ადაპტირდე და რაღაცნაირად გაიგო, მაგრამ ის ადამიანი რასაც ხედავს, ჩვენ იმას არ ხედავთ, საერთოდ სხვა რაღაცას ხედავს. და ეგ ცოტა კიდე ფილოსოფიურ დონეზე რო ავიყვანოთ, რამდენიმე თვის წინ ვფიქრობდი ივანზე, რომ აი ადამიანებს რო ჩაუღრმავდე, როგორი თვალსაწიერი აქვთ რა, როგორ აღიქვამენ საცხოვრობთ. ეხლა ჩვენ რო საუბრობდით ეხლა რომ რაც მილიონობით და მილიარდობით ვარიანტიდან შერჩეულ რაღაც დედამიწაზე ცხოვრობთ, ანუ ზოგისთვის ჩვენ ცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც რეპტილოიდები ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. აი შეიძლება თქვი სენატორზე რო იქ ბაზა აქვთო, მაგისთვის ეგ ალბათ ბუნებრივია, ზოგი ადამიანისთვის მაგიების და ჯადუების კეთება ბუნებრივი, ზოგისთვის არა. ზოგისთვის ჩვენ ვართ უცხო პლანეტების
როგორ თეორია ადამიანები ვარსებოდით, უცხოპლანეტელები მოვიდნენ და ცნობიერი რაც გვაქვს, ეგ ჩაგვისახლის თუ რაღაც. და ანუ ესეთი სხვადასხვა შეხედულების მოსმენა მრავალფეროვნება ჩემთვის ძალიან საინტერესო და გასართობია, ყველა მაინტერესებს, რომ კიდევ მაგალითად თვარი არის უცხოპლანეტების ხომალდი და მაგრამ ეს უბრალოდ რაღაცა ესეთი თეორიები კი არ არის. ანუ ადამიანებს ვიცნობ, ვინც ამის გულშემატკივარია და მისი თვის ეს 100% რეალურია. ხო, და მაგ სამყაროში ცხოვრობს. მაგ სამყაროში ცხოვრობს, ხო. ეხლა ვისაც ჯერ დინამიტა ბრტყელია, ის ბრტყელი დინამიტაზე ცხოვრობს რეალურად. კი, ან კიდე გავიცანი ადამიანი, რომელსაც ჯერა რომ დედამიწა ბრტყელი კი არ არის. დედამიწა ისეთია როგორც არის, უბრალოდ ჩვენ გარედან კი არ ვცხოვრობ, ჩინიდან ვცხოვრობ და მზე არის შუაში ჩამოკიდებული რაღაცა ლამპოჩკა. ხო და ანუ ყველაზე სიგიჟე რა იყო, იცი ამ ყველაფერს რო ვფიქრობდი, რომ ამდენად მრავალფეროვანი ადამიანები არსებობენ, რომ ქუჩაში რო გამოხვალ თითქოს ეგ არ იგზნობა რა და ზოგი ტაქსზე მუშაობს, ზოგი რაღაცას გთხოვს, მისამართს კითხავს და სინამდვილეში რო ჩაუღრმავდი, საერთოდ სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ. კი, მაგაზე ბევრჯერ მიფიქრია, ხო. და მარტო სამყაროს წარმოდგენაზე კი არა, ურთიერთობებშიც რა, ვიღაც ადამიანი შეიძლება თვლიდეს, რომ სიტყვაზე ფულია ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და ეგრე უყურებდეს ყველაფერს და შენგან თუ რაღაც ფულს და მატერიალს არგებას მიიღებს მეგობრება და თუ არა და არა და ანუ შენ რო ხანდახან ფიქრობ, რომ ეს რაღაცა არასწორი საქციელია, იმს ვერც კი მიხვდეს, რომ ეს არასწორი საქციელია და ვერ აუხსნა იმას, რომ ეს არასწორი. ანუ მისთვის სამყაროს ნორმა იყოს ეგ რა. და ხშირად როგორია ხომ ვიღაცა ბოდიში რაღაცა რაღაც არის ცუდი ადამიანი და ცუდი საქციელი გააკეთა. როგორია იცი რომ ცუდი არის შენი იმ სამყაროს გაგებით რა სამყაროში შენ ცხოვრობ და ის შეიძლება ის სამყაროში ცხოვრდეს რომ ვერც კი მიხვდეს ამ კონცეფციას, რომ ვთქვი ცუდი რანაირად არის ეს, ანუ ასე უნდა ვიყოთ ყველა გონია და შენთვის არის ცუდი საქციელი და ცუდი ადამიანი და ამ დროს იმის გამოსახიდან შენ უცნაური ადამიანი იყო ისე რო არ იქცევი, აი რაღაც მაგასაც ამ ბოლო დროს ვაკვირდები რომ ყველა ისეთი არა ვართ, როგორც გონია. ზუსტად და ეგ განსხვავებულობის მასშტაბი ძალიან შორს მიდის რა. ანუ არსებობენ ადამიანები, თან ეს მაგალითები ახლა მომყავს. არ მომყავს რაღაც ფილმებიდან ან წიგნებიდან რა. ვცდილობ რომ ჩემი გარემოცვიდან შევავსო და ესეც საკმარისია სიგიჟეებიდან. ზოგადად ყველა ადამიანის არა მარტო ჩემი, არამედ ცოტა ჩვენს ირგვლივ რო დავაკვირდეთ, ეგ ყველასთან ეგრე იქნება, ესე მგონია. მაგალითად ადამიანი შეიძლება იყოს, რომელსაც არ ჯერა რომ სიკეთე არსებობს საერთოდ. და სიკეთე თუ ვიღაცა ისე იქცევა თითქოს სიკეთეს ჩადის, აუცილებლად სხვა მოტივი აქვს რა. და ვერაფრის ვერ დააჯერებ, რომ ვინმე ადამიანი შეიძლება რაიმე მომენტში კეთილი იყოს. ხო, უბრალოდ კარგად მოიქცა. ხო, უბრალოდ კარგად მოიქცა, არ არსებობს მისთვის. ეგ ძალიან სიგიჟეა. ეგეთი აზროვნება მაგალითად. ანუ თავისუფლად შეიძლება ხდებოდეს რა, ძალიან თავისუფლად. ხო. და კიდე რა არის, იცი რომ შეიძლება ხდებოდეს კი არა ხდება. ხდება და მაგალითად ერთი 200 წლის წინ რო იყო მონათფლობელობა ჩვეულებრივი ამბავი. ანუ ყველა მონათფლობელი ისე მოკვდა თითქმის 100%. რომ მონათფლობელი იყო. არც კანონის შესვლა მუშველა, არც გათანამედროვება სამყაროს და არაფერმა და ანუ მის წარმოდგენაში ნორმა იყო ეს რა. ხო, მერე იყო ეგრე მაგალითად ჰიტლერის ნაცისტების ამბავი, რომ უნდა დაეხოცათ ხალხი. ან კომუნისტები როგორც იყვნენ რაღაცა საკითხებთან მიმართებაში და ამ ყველაფერს ესე რომ დაუკვირდი, მივხვდი რომ ჩვენ რო ცოცხლობთ რამდენი ხანი ცოცხლობთ 70-80 წელი. ეგ ცოტას რო ცოცხლობთ, ეგ გვეხმარება განვითარებაში რა. ჩვენ რო უფრო დიდ ხანს ცოცხლობდით, თითქოს ხო გონია რომ აი დიდი ხანი რო იცოცხლობთ, ბრძენი იქნები და ეს დააგროვებ ცოდნას და მე უფრო გამოსადეგი ხარ კაცობრიობისთვის ზოგადად, მაგრამ ეგრე არ მუშაობს რა. ეგ მაინდსეტი არ იცვლება. ანუ ადამიანები როგორცაც არიან, ესე რაღაცა სისტემაში მოქცეული, ეგრე იღუპებიან. და აი ხლა რო ჩვენ ცხოვრობდით 400 წელი, 500 წელი, ეს ტექნოლოგიური განვითარებები ან ღირებულებითი განვითარებები ან რაღაცეები საერთოდ ძალიან დროში გაწერილი პროცესი გახდებოდა რა. ხო. კი, მე ეგ ძალიან განსაზღვრავს ყველაფერს. და მაგაზე ცოტა მოვიწყინე ეგ რო გავაანალიზე, იმიტომ რომ ესე იგი ცოტა სიცოცხლე თითქოს სწრაფ განვითარებას რო ნიშნავს.
ხო. ანუ ახლა ადამიანი რომ ფანჯარას გამოაყენს კორპუსიდან და ნაგავი რაც სახში დააგროვა პარკში რომ ეს ხელს უხუშებს და აგდებს ფანჯრიდან ქუჩაში. ხო, რამდენი ხდება? რავი, ხა ის და შეიძლება თქვა ერთ ეგრე სამყაროში ცხოვრობ? ანუ არა, სხვა სამყაროში ცხოვრობს, მისთვის ნორმა არის ეს პარკს გაუშვას ხელი და გადმოვაგდეს მერვე სართულიდან ნაგავი. აღარ დაგროვდა ნაგავი აღარ უნდა და ეს ფანჯრას უშვებს გონია რომ ფანჯრაში გაქრა და ვსო ნაგავი აღარ არის პრობლემა. მისთვის დამთავრდა მატრიცა. ხო. ხო, რა გააქრო ნაგავი ეს. არავის აღარ აწუხებს. ხო, ვერ იტყვი რომ ერთ იგივე სამყაროს უყურებს, სხვადასხვა რაღაცას უყურებ რა. ხო. კაი, იმასე რომ თქვი რომ მოვიწყინე რომ ეს სიცოცხლე ესე არისო, აი დაშვების დონეზე რა, გრძელდება სიკვდილის მე სიცოცხლე თუ რომელზე დადებდი. ეხლა რომ შემოგთავაზონ სანაცვლეო. მაგრამ და რომელზე დადებდი მაგაზე გამახსენდა, რაც ანტიკურ ფილოსოფიურ რაღაცებს ვკითხულობდი ამას წინათ და იქ იყო ესეთი შეეულობა რომ ანუ ღმერთის არსებობაზე ორი ადამიანი რო კამათობს და ერთი მაგალითად ღმერთის და სამოთხის და იმის ჯერა მეორეს არ ჯერა და ეს ყველაფერი რო შეაფასო რაციონალურად რა მესამე განმოსახედიდან ესე ვიღაცამ რამდენად რაციონალურია რომ ღმერთის გჯეროდეს სიკვდილის შემდეგ თუ არსებობს ის ყველაფერი ეგ ხო ძალიან მაგარია ამ ძალიან დიდ ჯილდოს იღებ იმითი რომ ირწმუნო ასე ვთქვათ რა ანუ და რო ირწმუნო მაგისთვის ძალიან ცოტა ფსონის დადება გიწევს ესე უხეშად რო ვთქვათ ანუ შენი არაფერი მიდის ხო ხო ანუ უბრალოდ უნდა ირწმუნო რა და თუ ირწმუნებ და დაგხვდება ძალიან დიდ ჯილდოს მიიღებ უსასრულო ცხოვრებას და ცნობიერების შენარჩუნებას და რაღაცა ეგეც დაუშვათ და მეორეში არაფერს არ მიიღებ გაქრები ხო და ანუ ცოტა ფსონის სანაცვლოდ იმდენად დიდი ჯილდოა რომ რაციონალურობით რო გაზომო უეჭველი უნდა ირწმუნო ხო ის რო ირწმუნო კი მაგრამ თუ ირწმუნებ მე შენ ცხოვრებას განსაზღვრავს რა და ესე ცოტა ფსონიც არ არის უბრალოდ ერთხელ თქვი წამს და მე გაგზავნე ცხოვრება არ გამოვა ეგრე მაშინ იმ წამს უნდა იცხოვრო რა ხო მაგრამ ფსონი იმდენად დიდია რომ მაინც ეხა ეგ მაინც ცოტა თითולה ხო, ანუ ეს სამოთხე ჯოჯოხეთის ამბავში ეგრეა კი. ხო, ცოტა ისე შევხედოთ კიდე. მე რო ხო რა თქმა უნდა ხა იმას ვერ ვიტყვი რომ რომელიმე გინდა თუ არა ესია. ხო, მაგას ვერ ვიტყვი. წმენიდან გამომდინარე არის უფრო და მე უფრო რისი მომწამს, ისი ეს უფრო ზოგადად რო შევხედოთ. ჩემთვის როგორც წამს ეგრე მოხდება. ამისი წამს ყოველთვის რო ჩვენ რასაც ვფიქრობთ ეგ ხდება რეალობა ჩვენთვისაც და გაშენა ამდენად ძლიერი ცნობიერი გვაქვს კიდე შეიძლება გავლენაც კონდეს ცნობიერის დონეზე სხვის ცნობიერზეც რა ენერგეტიკულად ალბათ მაგრამ ჩემი აზრით ადამიანს თუ ჯერა რომ სიკვდილის შემდეგ არაფერი არ იქნება მისთვის ალბათ არ იქნება ესე უჩვენია ალბათ მაგიტომაც ფიქრობს და მაგაშიც შეიძლება იყოს თავისუფლება ეგრე ხო და სამართლიანობაც იყოს ხო არ გინდოდა რომ ყოფილიყო და ხო მაგრამ ძალიან ისეთ ფაქტის საკითხია რომ აი როგორც ფიქრობ რომ კარგად განმოსცე მაგას კიდე მუშაობა ჭირდება რომ რაღაცა სხვა ინტერპრეტაცია არ გამოგივიდეს რა ხო მე რა ვიცი მე რაც დრო გადის უფრო და უფრო ვიხრები იქითკენ რომ ცნობიერი რაღაც დონეზე მაინც აგრძელებს არსებობას რა ცნობიერი თუ არ აგრძელებს არსებობას 100% ტუნის ნაყოფი არ მგონია ცნობიერი რა ხო ცნობიერი სად არის და როგორია ზუსტად ან რა უნდა იყოს ცნობიერი ხო ეგ ძალიან კიდე მთელი ამბავია რა აი მაგალითად ორი არჩევანი თუ გაქვს აი მაგალითად აი AI-ს ვეკითხებით და AI-ს აქვს ორი არჩევანი რაღაცის მან ცნობიერი არ იქნება მაგრამ თუ არსებობს ესეთი აზრი რომ როცა არჩევანი რაღაცა რაოდენობამდე ადის არჩევანის თავისუფლება სადღაც მერე უნდა იბადებოდეს ცნობიერი თითქოს რა მაგრამ ეს ცნობიერი თვითონ ტვინშიც არ არის ესე ფიზიკურად სად ვერი პოვეს ხო და ანუ რანაირად არის ჩვენი შემადგენელი ნაწილი ზუსტად ეგ არ ვიცით და გაუგებარია და
სიკვდილის შემდეგ თუ ცნობიერიც ქრება, მაშინ დაამოსაწყენი ყოფილა რა. ხო. და იმდენად მოსაწყენი ყოფილა, რომ ეგრე არ უნდა იყოს. ხო, ჩემთვის მაგარი დემოტივატორია ეგ რა. ძალიან. იმიტომ კი არა რომ მე რაღაცას ვეღოდები რომ 60 წელში მოხდე და უფრო კარგი პონჩი ვიყო, მაგითო კი არა. რაღაცა ინტერესის მეკარგება თუ რაღაცა რა, ეს რომ წარმოვიდგენ რომ არაფერი. მგონია რომ გასებით მეტი არის სამყარო და სიღრმისეული ვიდრე ეს ჩვენ მგონია რა. თუნდაც ის ფაქტი რომ დღემდე ვერ მიაკვლიეს სად არის ტვინში. კიდევ ბევრ სხვა ფაქტორს თავი დაანებო. ეგეც ტვინშის მაგის მანიშნებია. ტვინში საერთოდ გაუგევარია რა, სად რა არის, ხო, ანუ ყველაზე შეუსწავლელი რაღაცაა. ხო, კი ესე ვიცით რომ რაღაცა ეს ამაზე აპასუხისგებელი შუბლის წილი და რაღაცა რომელი უბანი რაზი არის პასუხისგებელი ეს დაახლოებით ვიცით და მაგრამ ნუ ამის საპირისპიროებიც მომხდარა და ხდება და მოკლედ ესეთი ეს სფერო დღემდე ასეთი მუნდოვანია და თან აი ნახევრის ნაბიჯით ვერ წავიწიეთ წინ რო აიღო ბოლო 20 საუკუნე რა ხო ჩვენ ახლა რო ცხოვრობთ და ამდენი მობილური გვაქვს და ინტერნეტი და რაღაც ChatGPT და რაღაცეები რო გვაქვს გონია რომ განვითარებულ სამყაროში ცხოვრობთ ტექნოლოგიურად თუნდაც მაგრამ ჩვენს ხელს რო დააკვირდე იმდენად განვითარებულია რომ ჩვენ ტექნოლოგია ქვის ხანანზე ვარესია აი მაგალითად ნახე ამაზე ვფიქრობდი რა ბიოლოგიამდენად ტექნოლოგია ხო წინ არის რა ხო აი მაგალითად ბავშვის ჩასახვის მომენტში ერთი სპერმატოზოიდი ხო აღწევს მილიარდობით 5 მილიარდია მგონი დაახლოებით რაღაც საშუალოდ გამოიყო და ერთი განაყოფიერდება რაზე ვფიქრობდი იცი ერთი თუ განაყოფიერდება მამამისის გენეტიკა დაავადებები ფიზიკური აღნაგობა, მენტალური შესაძლებლობები, ყველაფერი ხო გადადის. ეხლა ნახე, თუ 5 მილიარდიდან ერთი განაყოფიერდა და ყველა ინფორმაცია გადავიდა, ეგ ხო იმას ნიშნავს, რომ 5 მილიარდშივე იყო ეგ სათითაოდ. ხო. კი. და 5 მილიარდშივე თუ იყო სათითაოდ. ეგ ინფორმაცია რამდენი გამოდის, რომ მეგაბაიტებში დაითვალო. ხო. რაც რამდენი გამოდის. დაახლოებით იმდენი რამდენი ფოტოც აგვიტვირთავს ინტერნეტის შექმნიდან მოყოლებული. კაცობრიობას, რაც ერთი ბავშვის განაყოფიერების დროს ხდება. ხო. აი ძალიან სიგიჟია რა ეგრე ჩვენი ტექნოლოგიის ენაზე რომ ჩვენი სხეულის რაღაცეები დავითვალოთ. ანუ განუზომელია რა. ხო. ხო, მარტო ტვინი რო აიღო, ანუ სხვა ყოველთვის თავიდან ტვინი როგორი ისიც არის დივაისიც ბიოლოგიური ან თვალი რა ვიცი რა ხო თვალი ნო სიგიჟე ტვინზე არის მიერთებული პირდაპირ და როგორ გარდატყლება სინათლე და რაღაცეები არის სიგიჟეას ხო ესე ტექნოლოგიის კუთხით რო შეხედო ეგეც ხო ძალიან ჩავიზირეთ ღრმა ფილოსოფიურ თემებში და ცოტა წავიდეთ ბოლოსკენ და შევამსუბუქოთ ვუდი ბრადერ ვარ ეგეთ თამაში გეწოდინება ორი ვერსიიდან რომელიმე რომ დაირჩიო რა ეგეთი რამდენიმე კითხვა მოგიფიქრ სამი შეკითხვა არის უფრო ისეთი რა ნახევად სერიოზული ასარჩევად რო კონდეს რომელი ნიჭს აირჩევდი ტელეკინეზის თუ ტელეპათიის ტელეკინეზის ნიჭი რო შეგიძლია შუამაძილზე ობიექტები აკონტროლო ან ტელეპათიის რო ადამიანის აზრებს წაიკითხო რაღაცა გადასცე აზრი რაღაცა ეგეთი აი მორიდან რო კონდეს ასარჩევად ტელეპათიას გადო რაღაცების ფიზიკურად აწევა არ არის საინტერესო ჩვენ კონებას რაც ეხება და ემოციებს აზრებს და ეგეთ რაღაცებს მაგას ბევრად პროდუქტიულად გამოვიყენებდი და რაღაცებს აწევაში ტრაქტორიც გამომდგება. ყველაფერს არა. პირამიდებს ხوار გააკეთებდი მაგალითად. ეს ეგნიჭი რო არ კონდეს. ხო, მაგრამ მე სხვისი აზრების წაკითხვა რო შეგეძლოს ეგეც სხვისი აზრების წაკითხვა რაღაც ზონაზე შეუძლია ისედაც და ხო, რაღაც ზონაზე შეგიძლია. იქამდე თუ მივა კაცობრიობა, რომ მეტყველება აღარ დაგჭირდება და ტელეპათია ქვია ხო მაგას ტელეპათიურად რო ვიკომუნიკაციოთ. ეგ რაც ნიშნავს ალბათ იცი რომ არ იქნება ბოღმა შური ტყუილი არაფერი. ანუ წარმოიდგინე გონებაში რაც გვაქვს ამ ნეგატიური რაღაცა. ბევრად კარგად გავუგებთ ერთმანეთს ხო ან ყველა ადამიანი ალბათ კეთილი იქნება. ყველას რო ეგ ნიჭი ქონდეს. ხო. ხო, არის ეგეც ანუ საერთოდ გონია რომ ფუნდამენტში ადამიანი
რაციონალურადაც სპორტი არ უნდა იყოს, ხო? მეც მაგის მწამს, რომ ადამიანი მოიბადება კეთილია. მეორე შეკითხვა, რომელი გირჩევნია, რომ გაიგო? რა ხდება, შენ თვალით ნახო, რა ხდება შავი ხვრელის შიგნით, თუ ნახო სხვა პლანეტა, სადაც სიოცხლე არის და ცივილიზაცია. აი იქ იმოგზაურო იმ პლანეტაზე თუ შავ ხვრელში. ახლა ორი ბილეთი დაგიდო წინ. რომელიმე ტურისტულმა. შავ ხვრელში არ გავიყინები? არ ვიცი. მაშინ პლანეტაზე მიჩვენია. პლანეტაზე რა იქ შეიძლება იქ ისეთი ის იყოს კლიმატი კი არა და რა ქვია ატმოსფერო რომ იქაც ვერ გაძლო. ესე ასიკა გარანტია და არც. აი იქაც არის ხო რაღაც ამაზონის ჯუნგლები. რავი, ნახე ნუ მოკლედ მოდი ესე ვთქვათ, საფრთხე არ გემუქრება არსად. საფრთხე თუ არ მემუქრება, მაშინ შავ ხვრელში ხარ. შავი ხვრელი. შავ ხვრელში, იმიტომ რომ შავი ხვრელი უნდა იყოს ჩახეული მატერია. წესით რა, როგორც ვსაუბრობთ და ვიცით რა. ეს ჩახეული მატერია სანამდე ჩაიხა და რო ჩაიხა იქ რა არის ქვემოთ, ეგ არის ძალიან საინტერესო და შეიძლება ბევრ რაღაცაზე პასუხი მოგცეს. ხო. მაგრამ შეიძლება ვერ აღიქვა საერთოდ. შეხვიდე, მაგრამ ვერ მოყვე რა მოხდა შიგნით. იქ რაღაც პლანეტაზე მაინც რაღაცა იმას მოყვე. მე თუ გავიგე სამთავიანი კატა იქ. რაღაცა ვიდეოსთვის მაინც მოყვები ახლა. თავარია გადავრჩეთ. ხო. ოი, მაგარი ბომბა ვიდეო. შავი ხვრელი რომ დაბრუნდები და შავი ხვრელი ვიდეოს. დღეს მივიდივარ შავ ხვრელში. და რო შეგეძლო სამუდამოდ რომელს მოიშორებდი, შიში შეგძნებას თუ ტკივილი შეგძნებას. შეიძლება გამორთვან ერთი ან მეორე. მე მგონი ორივე უნდა გქონდეს საჭირო დოზით. მაგრამ რომელიც გამოიწვია. ტკივილი არის ინფორმაციისთვის კარგი. ეხლა მაგალითად მე ცხელს გამზერო ვიჯდი. მეთქინებოდა. დავიწევოდი და ავდგებოდი და გადარჩევოდი მაგით. ამიტომ ტკივილი უჭირდება რა, რომ რაღაცები გაიგო. შიში შავიშევდი. იმიტომ რომ შიში გამორთავდი. ხო, არ უჭირდება შიში. იმდენად, უბრალოდ შიში საჭიროა, მაგრამ აი გაშენა ის გეშინია. აი სიკვდილის არ უნდა გეშინოდეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაინც უეჭველი მოგდებით და თუ უეჭველი მოგდებით ხო, მაგრამ ეგ არ მუშაობს. არ უნდა გეშინოდეს, მაინც მოგდები, მეშინი არ არის. ხო, მეც მეშინია, მაგრამ ანუ შიშით ანუ სიკვდილის შიშით რა გადაწყვეტილებებსაც იღებ, ეგ წესით არასწორებს რა. ჯობია რომ არ გქონდეს მაგას. ხო. ანუ არარაციონალურია, ისე რომ დაითვალო რიცხვებით, სიკვდილის შიში არარაციონალურია. იმიტომ რომ ბოლოს მაინც მოდის და თან როცა გეშინია, კიდე ცხოვრებაშიც გიშლის რა. ხო. და კიდე რაღაცაში გიშლის. ხო, ხშირად შეიძლება რაც მოტივატორიც იყოს შიში და გამოიყენოს საშენოთ, მაგრამ ხო, ის უფრო გაკაჩავ რა შიშის გარეშე. ვიდრე ტკივილის გარეშე. და რამე რო ტკიოდეს და იქ მთელი ყონსასვალი ვერ გაიგებ ბოლო. ხო, და რამე რო გაწუხებდეს. კარგი, ბოლო შეკითხვა ტრადიციული. თუ უყურებ ხოლმე პოდკასტებს კი გეცოდინება რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი, ჩემი აზრით არის ბედნიერებისკენ სწრაფვა და ჭეშმარიტების ძიება. რამდენადაც შესაძლებელია. ბედნიერების მოპოვებაში მე მოვიაზრებ როგორ რაღაცა სიყვარულს, რომელიც არის ყოველმხრივი. რომ გიყვარს შენი თავი, შენი არსებობა, შენი მეზობელი, შენი ცხოველი, ხე, დედამიწა, სამყარო და მადლიერი ხარ ყველაფრისთვის რაც არსებობს. ანუ რაღაცა რო არსებობს თავისთვის, ქვა რო არსებობს, იმ ქვის არსებობისთვისაც რომ მადლიერი ხარ. იმ ქვისთვის თვითონ. და სამყაროს მიმართ რომ აი ეგ მაგის მიღწევა და მანტყოფნა და პლუს იმის რესურსი რომ კონდეს ადამიანების ჭეშმარიტების ძიებისთვის რესურსი რა. ანუ ჭეშმარიტებაში გულისხმობ სამყაროს არსებობის არსი რა არის მაგაზე ფიქრის საშუალება რო გქონდეს. ხო. ამას რამდენად გავიგებთ და სამდე მივალთ ეგ არ ვიცით, მაგრამ
მგონია რომ ეგ აუცილებელია ადამიანობისთვის რომ რაღაცა NPC არ იყო და მარტო რაღაცა ერთი ადგილიდან მეორეზე არ მიდიოდი ანუ რაღაც მომენტში აუცილებლად უნდა ფიქრობდე რატო არსებობს არსებობა თვითონ ხო და ეგ რატო არ მნიშვნელოვანი თელი შენი კონტენტიც მაგაზია ცოდნის მოყარეობაზე და რაღაც ახლის გაგებაზე აი ეგ რატო არ მნიშვნელოვანი შენი აზრით რატო გცვლის რატო არის ესეთი ძვირფასი თვისება თუ საჭირო თვისება აუცილებელი ან მაგის გარდა ალბათ ყველა არ არის ესეთ რასაც ლაპარაკობდით მაგრამ რაღაც დოზით მაინც ყველა არის როგორ აი რომ აინტერესებს ახალი რაღაცის გაგება აი თუნდაც იმას არ გულისხმობ რომ აი ქუჩის იქით რა ხდება ეს შეიძლება რაციონალურად ახსნა რომ რაღაცებს გეშინია ცუდი არ დაგემართოს და გინდა იცოდე გარშემო რა ხდება ან სარგებელი როგორ მიიღო მაგრამ იქით და სხვა galaktikაში რა ხდება მაგაზე რომ ფიქრობ რა შეიძლება ხდებოდეს ან შავხოს შეიძლება ხდებოდეს ეს არ არის ცოტა რაციონალობასთან შორს არის ანუ ხო მაგრამ ეგ არის ადამიანობა ადამიანად რაც გვაქცევს ცნობის მოყარეობა და ინტერესი და განვითარებისკენ სწრაფვა და მეტი შემეცნება რა აი მაგალითად რა განსხვავებაა ზებრასა და ადამიანს შორის ზებრა 5 მილიონი წლის შემდეგაც ზებრა იქნება და სახლს არ აიშენებს რა და ჩვენ უამრავ დისციპლინას უანვითარებს და ვერ ჩერდებით ანუ ადამიანი რაც არსებობს იმის შემდეგ რაღაცას ქმნის და შემოქმედია და არ მოწონს სულ რაღაცას ცulis და ეს ამდე მიგვიყვანს ის კიდე კაცმა არის ის მაგრამ ეგ არის ადამიანობის განსაზღვრელი ალბათ რა ჩემთვის. ამ შეიძლება ისედაც სადმე ცხოვრობდი და რაღაც რუტინაში გაატარო მთელი ცხოვრება. მაგრამ თუ არსებობა რატო არსებობს ამაზე არასოდეს არ დაფიქრებულ ხარ, ჩემი აზრით ძალიან მოსაწყენია ეგრე ცხოვრება. კი. გეთანხმები სტენდაპი თუ გიყვარს? ნაკლებს დიდად არა. ლუის სიკეის აქვს ეგეთი ბითი, რომ ღმერთი ჩამოვიდა და ადამიანთან აქვს ეს რა პირველად ჩამოვიდა დინი ხნის მერე და ეს ცივილიზაციას ხედავს და გაგიჟებულია რომ რა უკენითო დედამიწასო იდეალური დედამიწა მოგეცითო და საჭმელი ხიდა მიწიდან ამოდიოდაო და რაღაცები და თქვენ კიდევ დარბიხართ ერთმანეთს კლავთ რაღაცებს აკეთეთ ეს ნავთობიო საერთოდ რატო ამოთხარეთო აქედან რას გავსაკურება რაღაცა ესეთ ხუმრობა გროისა პოლარ თეთრი დათვები რატო არიან გაგაშორებულებიო ეს ამთი ნავთობი რატო ამოიღეთო და იმიტომ რომ ჩამესხა მანქანაშიო და წავსულიყო და მანქანა რადგინოდაო და რომ აი სამსახურში დროზე მივიდე სამსახური რადგინდაო რომ სამსახური აი ფული ვიშოვო და რაღაცა და რადგინა ფულია ხო გაქვს ყველაფერიო ფულიო რომ მე აი წავიდე და ბეკონი ვიყიდო იმიტომ რომ დილით მიყვარს ეს ბეკონის გეკება და არ ჭირდება ეს ადამიანი და მიზეზები არ ელევა რა ხო და რაღაცა ეგეთ მდგომარეობაში ვართ ფაქტია რომ სადაც ვიჩხიკებით და რაღაცას ვეძებთ და პრობლემას ვიქმნით ხო და ისიც არის ეგეთი ორი კაცი ზის სამაპიროზე და თევზაობს ერთი და მეორე კაცი ეკითხება რომ რატო თევზაობ და უნდა დავიჭირო ბევრი თევზი მე ვიყიდო ნავით უფრო მეტი თევზი დავიჭირო მე ვიყიდო გემიდან კიდე დავაგროვო სხვა გემები ვიყიდო დიდ კომპანია გავაკეთო რომელიც ბევრ თევზს დაიჭერს ამით ბევრ ფულს ვიშოვი და მე ბოლოს ას გააკეთებო და მე მოვახტა და დავждებიო ეგრე ისე რაც ვიხოზე არის ეგ არის ქართულად ეგ არის ხის ქვეშ რაწევს და მე წამოწები არაფერს გავაკეთებო და მე ხვებიო ხო და რაღაცები ჭირდება ცხოვრებაში ისეთი რაც თითქოს უკეთეს ადამიანად გვაქცევს საკუთარ თავში მაგრამ ეგ ხშირად არასწორი რაღაცა გონია რაც შეიძლება მატერიალური გონია ბევრის მოხვეჭა ანამი რა ხა მაგალითად გინდა რომ წახვიდე და დაისვენო მართლა სადაც ტყეში ხო ანუ მაგისთვის არ ჭირდება ჯერ იქ ბიჟაზე რაღაც კომპანია გაყიდო რამდენიმე მილიონად შეიძლება ისედაც ქნა მაგრამ გაჩნია რა მისწრაფება გაქვს და ეს მისწრაფებები და ჩვენი აზროვნება სულ რაღაცნაირად სინქრონში უნდა მოვიყვანოთ მაგრამ ჩემი აზრით მე მგონია რომ ეს ჭეშმარიტებაზე ფიქრი ფილოსოფიური გაგებით რაც არის რა ფილოსოფია ადამიანებს უნდა გქონდეს აუცილებლად ანუ მაგის გარეშე NPC-ები გამოვდივართ რა რომელმაც მარტო რაღაცა მექანიკური იცის და მართლა შეიძლება ChatGPT-ისგან გაგვანსხვავებს ზუსტად ხო NPC ვინც არის ეს ვიდეო თამაში რო რა პერსონაჟი ადამიანი კი რაღაცა არის ობიექტი რომელიც მოძრაობს ხო და კონკრეტულ დავალებით ხო მაგას ვიდეო თამაში ვარ გასახო ადამიანებს ხო
ხო, მაგრამ ახლა მაგათში რომ იმებს აშენებენ ახალ თამაშებში ხელოვნურ ინტელექტს, NPC-ებს ეკნებათ ხელოვნურ ინტელექტი და ყველა NPC-ს ყველანაირი იქნება. მოგეთ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, იმედია მაყურებელსაც რაღაცები მივეცით იმაზე, რაზეც დაფიქრდება და იფიქრებს და ქაოსური ვილაპარაკე მეგონი, მაგრამ არა, ნუ კითხვები შესაბამისად ქაოსური იყო და მაგიტო ალბათ. მედია რაღაცა. ხო, მე ამ რაღაცებს რო ფიქრობ, მე შანსი არა შენს იმ ქაოსში არ გადახვიდე, ხა ესე რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, იქ ქაოსამდე მიდიხარ. მოგეთ უდიდესი მადლობა. ესე იგი, ჩაწერამდე რომ ვლაპარაკობდით, ვიდეოს რა ვთვირთავ, კოლაბორაციაში დაგთაგო. კი. ხო, რაღაცა სარგებელი შეიძლება იყოს შენთვისაც, ხო? ხო, ეს ახალი ხილი არის YouTube-ზე ჯერ არ გამომიცდია და ჩვენი მხარდამჭერი იყო სოკარი, გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, ჰიტაც გამოიწერეთ და დიდი მადლობა რომ გიყურეთ, მადლობა კიდევ ერთხელ შენ ძალიან საინტერესო. მადლობა რომ არის ხო და ხალხი მოიყვანეო, ამ კანდიდატო არ მოყავს. მადლობა რომ დამპატიჟე და შენი პოდკასტი ერთ-ერთი საუკეთესოა მართლა. და ისეთ თემებს უღმავდები, რომელიც ძალიან დეფიციტურია, თუნდაც დღევანდელი თემები, რაზეც ვისაუბრეთ. ხო. ძალიან დიდი მადლობა ასეთ სიტყვებისთვის, შენგან ორმაგაც ასე ამბობ. აი, დავამთავროთ. მადლობა დიდი.